გამარჯვებით ვიყოთ მეგობრებო. ჩვენ დღევანდელი გადაცემისთვის დიდი ხანია ვემზადებით. თავიდანვე მინდა რაღაცა ესეთი გამოკვეთილად თქვა, რომ ეს განსაკუთრებული გადაცემა იქნება. ალბათ დარწმუნებული ვარ ეს ასეთი გამოვა, იმიტომ რომ შემადგენლობა ისეთია, თემაც ისეთია და ისეთი განწყობა არის, აი მამულიშვილური დამოკიდებულება მომავლის ქვეყნისადმი. საუბარი არის იმაზე, რომ ვიკვებოთ ჯამთელად, ყავდეს შვილები ჯამთელი და საკვები იყოს წამალი. არავითარი სხვა წამალი არ ჭირდება თუ კარგად მოიქცევით. ჩვენ უმაღლესი რანგის პროფესიონალები ყავს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ, ამ შემადგენლობაშიც ნახავთ. მე თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ ვიდრე რამე შევეხებოდე, რომ აი ამ საქმის თუ ვინმე ევროპული და დასავლური და საერთო მსოფლიო გამოცდილება იცის, ბატონი თენგიზ ჯალიაშვილია, მინდა მივესალმო მას და ვთქვა, რომ პიროვნება, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა გერმანიაში, იტალიაში და საფრანგეთში და აი აქ ჩვენ დოკუმენტებს მე ზოგიერთ რამეს შევეხები, უნიკალური შეფასებებია მასთან დაკავშირებული და ეს არის ძალიან სასიამოვნო, რომ ასეთი კაცი ყავს ქვეყანაში. დღეს ის ტექნიკური უნივერსიტეტშია, ესეთ მიმართულება მიყავს და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სათდენია ჩვენი მეცნიერთა კონგრესის. ის თეორეტიკოსიც არის და პრაქტიკოსიც არის, მაგრამ ბატონი რომან რურუა არის როგორც იტყვიან, ხა ჩვენ მას როგორც სპორტსმენს ვიცნობთ, მაგრამ დღეს ჩვენთან ის არ არის როგორც სპორტსმენი. ამ პიროვნებამ შეძლო, რომ ასე იგი წყალკოდათ ექცია სანაგვე, რომელიც მცხეთის რაიონში იყო და რომელიც ქვაღორღით იყო სავსე, დღეს ის წყალკოდია. ჩვენ შემდგომი გადაცემა მისი ეზოდან გვექნება, როდესაც ყველანი ვიქნებით ერთად შევიკრიბებით და ყველანი ნახავთ ამ შემოდგომაზე, რას ნიშნავს რომან რურუა როგორც პრაქტიკოსი, მამულიშვილი და რას ნიშნავს მისი ეზო და რას ნიშნავს ის, რომ თუ კაცი მოინდომებს, ისი გაკეთება შეუძლია. ჩვენ დღეს აი ეს ორი პიროვნება გითხარით, ღვაწლმოსილი გამორჩეული ორი პიროვნება. მოდი ძალიან ძლიერი გუნდი, ეს არის ძალიან ძლიერი გუნდი მეცნიერთა კონგრესის. ეხლა აქ რამდენიმე პიროვნებაა დღეს, მაგრამ ჯერჯერობით ბატონი ზურაბ ქუმსიაშვილია ასე იგი ამ გადაცემის საწყისში და ვფიქრობ მისი სახით როგორც ექიმი, ის არის მედიცინის აკადემიის აკადემიკოსი, მაგრამ დოქტორი, მეცნიერების დოქტორი, ძალიან პრაქტიკოსი. ჩვენ სექტემბერში მისი სახლიდან გვექნება გადაცემა უნიკალური ექსპერიმენტი ტარდება. იქ და ყველა გაიხარებთ თქვენ იმას, ანუ ნახავთ თქვენ რომ მეცნიერთა კონგრესი ეს არის ორგანიზაცია მოქმედებაში. და მე ზოგიერთ ამ იმას ვიტყვი დასაწყისში, იმიტომ რომ ყველა მიცოდეთ, რომ აი ეს ხალხი ასე რომ ვიკრიბებოდით ჩვენ ამდენი ხანი, ასე იგი ეს არ იყო შემთხვევითი რამ. ჩვენ შემოგვიერთება შემდგომ აი აქ ბატონი გია გახოგიძე, რომელმაც რაღაც უნიკალური რამ შექმნა და ეს არის ფოთლისგან იქნება საკვები. ახლა მსოფლიოში ბევრგან არის ეს, მაგრამ ჩვენი განსაკუთრებულია და ამის თაობაზე ისაუბრებს. მოემზადეთ ძალიან კარგი იმედიანი გადაცემისთვის მოემზადეთ. აი რისი გაკეთება შეიძლება საქართველოში, ამისთვის მოემზადეთ, რომ ეს ლანძღვა, გინება, წუწუნი, პოლიტიკა, რომელმაც ქუჩა და ასე შემდეგ არაფერი არ წყდება ქუჩაში. ქუჩაში ინგრევა საქართველო. ყველაფერი წყდება სწორედ აი ასეთ აუდიტორიებში, ასეთ შეხვედრებზე და ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი რამ 21 სექტემბერს თუნდაც ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეას, კონცეფციას რო წარმოადგენთ, მაშინ დარწმუნდებით რომ როგორი მრავალპლანიანია აი მეცნიერთა კონგრესის საქმიანობა. აქ დღეს იქნება მიიღებს მონაწილეობას ამ გადაცემაში ბატონი ამირან აბცაური. ვამბობ ხშირად და ამ პიროვნებამ აი პრაქტიკულად თავის უცხოელ მეგობრებთან ერთად შექმნა ესე იგი ჰაერისაგან მიიღო ელექტროენერგია და თეორიულად დაადასტურა, დაასაბუთა მან და მთელი ძალიან დიდი უცხოეთში გამოდის მის სიგნები და ინტერნეტით იყიდება. საქართველოში ნაკლები ყურადღება მიექცა. ჩვენ შევძლებთ იმას, რომ ან ისეთი ხელისუფლება მოვიდეს, რომელსაც მეცნიერების ფასი ექნება, ან ამ ხელისუფლებამ გაიგოს, რომ მეცნიერების გარეშე მომავალი არ არის. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ადამიანებთან, რომელთაც ხშირად უნდა ეთათფირებოდნენ ხელისუფლებაში და ძალიან ბევრ რამეს ითვალისწინებდნენ. ესენი არ არიან მარტონი, უამრავია ასეთ საინტერესო ადამიანი ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ, ქართველი და ამაშია მთელი ძალა. ეს გუნდი ახლა ბატონ თენგიზი და მე ვიყავით პირველებსაც დავიწყეთ ეს საუბარი, მაგრამ ისეთი გუნდი ჩამოყალიბდა, რომ უკვე ამის შესახებ იციან იაპონიაშიც, იციან ამერიკაში, იციან არაბეთში, იციან ძალიან ბევრგან, ასეა მე მგონი ბატონ თენგიზ და იციან უკვე და ელოდებიან ჩვენგან ეგერ საოცარი წინააღმდეგებია, რომელიც ბატონ ზურაბ ქუმსიაშვილთან
ჩვენთან ერთად ყალიბდება და უცხოეთში ძალიან დიდი დაინტერესებაა. აი ახლა აქ არიან და ტელევიზიით უყურებენ აი აქ ამ შენობაში გადაცემას ქაბატონი მედია აბაშიძე რომელსაც სოფლიოს 15-მდე ქვეყანაში აქვს მუშაობის გამოცდილება და ძალიან საინტერესო ხედვები აქვს და ძალიან თვითონ სოფლთან დაკავშირებული პიროვნებაა და იგივე განწყობა აქვს ჩვენთან რომ პროდუქტი უნდა იყოს წამალი ეგაა ყველაზე მნიშვნელოვანი არავით არის პესტიციდი არავით არის ასუქი არავით არის ქიმია ყველაფერი ეს არის საწამლავი და ბატონ თენგიზი ისეთ ციფრები სათქმელად ემზადება რომ ყველანი სახთად დარჩებით თქვენ აქვეა ბატონი ვახში ჟვანია რომელიც გარეთ არის ანალოგიურად რომელმაც თავის კოლეგებთან ერთად აი ჩაისთან დაკავშირებით უაღრესად საინტერესო მოსაზრებები ჩამოაყალიბა რისგან არის აი 4 რამ ბიბლია რომ ავიღოთ ჩვენ ბიბლიაში რა არის წამოწეული წინ ვენახი გავაშენებო რა ნუ იობის სახარება ასე იკიწყება და იობისთან დაკავშირებული და ყველა ვენახი გავაშენებო ანუ ეს ბიბლია ეს არის ესე იგი ჩვენს წელთაღრიცხვამდე უკვე როგორ იყო საუბარი ანუ ვენახზე 8000 წლისა და გუშინ ქუთაისში ითქვა იმის თაობაზე რომ თელმა მსოფლიომ ყველას მოსაზრება მოისმინეს უმრავი ადამიანი ჩამოსული იყო და ქუთაისში გაცხადდა რომ ღვინეს დედაა საქართველო ღვინის სამშობლოა ღვინო დაიბადა საქართველოში და ეგერ მაქვს სპექტაკლის უნახეთ გუშინ ღვინის დაბადება შალვა ხეცურიანის ფილმი უნიკალური რომელშიც აი როგორც საქართველო როგორც ღვინის ქვეყანა უნიკალური კონფერენცია შედგა გუშინ სადაც მეცნიერები გამოდიოდნენ რა ბედნიერებაა როცა ესეთი მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ახლა არ მინდა ამაში გადავიდანო მაგრამ გული ჩამწყდა გუშინ მე ვსაუბრობდით იქ რომ ერთი ტელევიზია არ იყო არავინ არ მოსულა არც მეცნიერების აზრი არ აინტერესებთ არც არაფერი აი ტელევიზია ქართულია რომელიც ამბობს რომ ღვინო და ვენახი ჩვენ ვართ მათი გამშუქებელი ტელევიზია ქართული ტივი დიდი მამულიშვილების მიერ დამკვიდრებული წყალი პროგრამა არის უნიკალური რომელსაც აი ეს კაცი უდგა სათავეში ჯერ უნდა ვიამაყოთ რომ ასეთ სპორტსმენი ვყავს და ესეთი მოღვაწეობით და ბატონმა პაატა და მანამდე კიდე დიდმა აკადემიკოსმა ფრანგიშვილმა ბატონმა მახვილაძემ აკადემიკოსმა სასწაული რამეები დაიწყეს და ჯერ კიდე უნივერსიტეტის რექტორმა ესე იგი სასწაული რამე ყველაფერი თავმოყრილი ამაზე როგორც ჩანს ბატონი რომანის მუშაობდა ყველაფერი მასთანაა თავმოყრილი ანუ ბიბლიაზე ლაპარაკობს ღვინოზე წყალზე თაფზე და პურზე 4-ვესთან არის დაკავშირებული სწორედ აი ტელევიზია ქართული და მეცნიერთა კონგრესი გუშინ სასწაული იყო ეს ტელევიზია ქართული ტივი გადაცემს ყველა იმას იმ სპექტაკლს იმ ფილმსაც აი მოწვეული იქნებიან ეს რეჟისორები გუშინ გიორგი სახარულიძე იყო ამის ავტორი და ბრწყინვალე მსახიობები მონაწილეობდნენ აი აგერ გავიხარე რომ შალვა ხეცურიანმა აი აქ არის სწორედ ღვინის დაბადება და გუშინ ვსაუბრობდით იმაზე რომ ამ ქვეყანაში როგორ შეიძლება რომ ღარიბად ცხოვრობდეთ მე უსმენდი გუშინ უცხოელ მეცნიერებს როგორც ფილმში ისე შეხვედრების დროს და ვიყავი ამაყი რომ ყველანი არავინ აღარ ეჭობს უკვე იმის თაობაზე რომ ღვინო ეს ყველაფერი დაკავშირებულია ვენახი ანუ ჩვენთან დაიბადა ეს ყველაფერი ჩვენთან გაკეთა სასწაული რამეა ცივილიზაციის ყველა სიკეთე რასთანაც კი დაკავშირებული ხალიბებია თუ ბევრი რამ საქართველოსთან არის დაკავშირებული როგორ შეიძლება რომ ჩვენ აი ასე ვცხოვრობდეთ აი ამიტომ მინდა აი დღეს ეს შემადგენლობა რატომ არის იმიტომ რომ ღვინოსაც აი აქ არის თვითონ არ ლაპარაკობს ეს კაცი მაგრამ რა ვქნა ახლა აი აგერ ეს არის შავი ზღვის ფსკერზე აძველებს ბატონი ზურაბ კუნსიაშვილი ღვინოს და აი ნახეთ როგორია ჯერ ეგზოტიკურია უკვე ყველაფერი დიდი ხანია ჩვენთან არის და აი ამაში არის ღვინო ყველაფერს თავი დაანებო რაღაც ზოგიერთ რამეს ითქვის მე იმიტომ დავდგი მის წინ და თვითონ ჩადის ზღვის პირზე სიღრმეში და იქ რამდენიმე 100 და 200 კი არა 1000-ობით ბოთლი აქვს უკვე აი რომელიც აი ესეთი იქნება საქართველოს ამით უნდა გახდეს ყველაფრის ცნობილი ბატონი რომანის ეზოში დიდი საერთაშორისო შეკრება დაგეგმილი შემდგომში და ძალიან ბევრი რამ რომ აი გახმაურდეს მსოფლიოს ცნობილი პიროვნებები შეიკრიბონ და დიდი მიმართვა გააკეთონ გაეროსა და იმის მიმართ ესაა მეცნიერთა კონგრესი ეს არის ქართული ერთობის დარბაზი თვითონ ბატონი რომანი სააქციო საზოგადოება ქართულის რომელშიც შედის ტელევიზია აი იმის სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელია ქალბატონი მედია აბაშიძე
დირექტორია კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო პიროვნება და როცა ასეთი ხალხი მყავს, როცა ასეთი დაინტერესება, ჩვენ პოზიტივზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული და კრიზისი ვაქციოთ შესაძლებლობად, პრობლემა ვაქციოთ შესაძლებლობად. ბატონ რომან რუას დაეწყო საუბარი იმაზე, რომ აქ ეს არის ქვაღორღია და აქ რა უნდა გავაკეთო, არა, მან დაინახა ეს ქვაღორღი, დაინახა საკუთარ თავში შესაძლებლობა და პრობლემა აქცია შესაძლებლობა და შექმნა წალკოტი. აბა ტირილი რაშველი სამიმას და ეს პიროვნება, რომელიც ამბობს იმას, რომ ერთი სოფელი ჩამობარეთ, არაფერი არ არის გამგებლობა, არაფერი არ მინდა და იმ სოფელში მე ვიმუშავებ და ნახავთ როგორი იქნება, ან მომეცით საშუალება, რომ აი ვთქვათ მე თვითონ შევარჩიო, აი ეგერ ვდებ ყველაფერი ჩემსა, ჯერეთ სახელმწიფო საჩუქრა, ყველაფერი ეს ალკოდი რაც შექმნა, მაგრამ ვდებ ყველაფერი ამას და მე მომეცით საშუალება, რომ ვიზაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, იმას მიეცით ცეცხლი, რომ წავიდეს ქვეყანა წინ. ბატონმა თენგიზმა და აი ამ გუნდმა, მეცნიერთა ამ გუნდმა შეიმუშავა ასე უალკოჰოლო ღვინო, ანუ პრაქტიკულად საკვები ღვინო და აი ბავშვებთან დაკავშირებით უნიკალური პროგრამებია ჩამოყალიბებული. მე აი შესავლის სახით მინდა გითხრათ, რომ ვარ იმედიანად გუშინ ქუთაისში ვნახე, ასე იგი მეცნიერთა დიდი შემადგენლობა, ვნახე ხალხი, რომლებიც სერიოზულად ფიქრობენ, აი გავიხარე იმით, რომ ასეთი განწყობის ადამიანები არიან, რომ ამ ადამიანებმა შეუძლებელი შეძლეს. აი იმ გუნდში, რომელსაც თქვენ ხედავთ აქ და ბატონი თენგიზის თავკაცობით, შეუძლებელი, მე არაფრის არ მეშინია, როცა ასეთი კაცი გვყავს ჩვენ, შეგვიძლია რომ ყველაფერი რაზეც მოვითათბირებთ, ოღონდ მოусმინოთ ერთმანეთს, კი არ ვიჭიდაოთ, კი არ ვიჩხუბოთ, კი არ დავეტაკოთ, მანდამაინც ეს არ გამოვა. როცა ამ რანგის მეცნიერი, რომელმაც ამდენი ხანი იმუშავა, მოусმინოთ, ასეთი ბევრია ჩვენ. ბატონმა რამაზ გახოგიძემ თავიდან ბევრი რამ სასიკეთო რაღაცეები, იგივე ბატონმა შოთა ჩხეიძემ, ბატონმა პაატა კოუაშვილმა ბევრი იყო, ბევრია დღესაც, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს, პატივიცეთ იმას, რომ მეცნიერების გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება. რა გვინდა, ასე იგი, რომელი ეს პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა უნდა დასრულდეს და დაიწყოს მეცნიერების ერა. მე მინდა ბატონ თენგიზ პირველი თქვენ გთხოვოთ ამ შესავლის შემდგომ რაღაც გვინოსთან დაკავშირებით თუ იტყვით თუ არა და ყველაფერი და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ წიგნის ავტორები ვართ მეცნიერთა კონგრესი. აქ არის თავმოყრილი საქართველოს ინტეგრალური რესურსები. მეცნიერთა კონგრესია აი ამ წიგნის ავტორი, გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ. ეს პატარა გოგონა, რომელმაც ეს ემბლემა შედგა, არ უნდა წასულიყო მთელი ოჯახით, ამერიკაში არ უნდა გადასულიყო. ჩვენ ვართ იმ წიგნის ავტორი, ახალი განზომილება რა შევცვალეთ რომ გადავჭეთ. აქ არის ყველაფერი ჩამოყალიბებული, პროგრამებია უნიკალური და აი ბოლო, რომელსაც აი აგერ ბატონ თენგიზთან და აი ამ გუნდთან ერთად გავაკეთეთ პროგრამა ჯამთელი საქართველო, ასეთი იმით, რომელსაც ბიორაციონალური საერთოდ შექმნილია და ეს სახელწოდება ბატონ თენგიზისგან მოდის. მარტო სარჩევი რო გითხრათ, რომ უნივერსიტეტები, მსოფლიოს 10 უნივერსიტეტი, ბატონი კახა შენგელია მუშაობს მათთან, ეხლა შვედეთში იყო, ეხლა საბერძნეთშია, დაბრუნდება იქიდან და ძალიან სერიოზული ხელმოწერით, ესე იგი შეიქმნება. ბატონი თემნი ჯალიაშვილის პატენტია აქ ფრანგულ ენაზე, როგორც მიიღო ამ კაცმა, ვიამაყოთ, რომ ეგეთი კაცი არის ჩვენთან, აგერ რატო უნდა ვიჩხუბოდა, რატო ეს მანდამაინც ერთმანეთს როგორც იმას ის არ მოწონს, ამას ეს არ მოწონს. მე ყველა ადამიანში ვეძებ პოზიტივს, ყველა ადამიანში ვეძებ ჯანსაღს, ყველა ადამიანში ვეძებ ერთ კარგს და დანარჩენ შეიძლება ყველაფერს მოევლოს შემდგომ. აქ არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიატრიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის კათედრის ხელმძღვანელის პროფესორ ნინო ოკრუბელაშვილის დასკვნა, ესე იგი აი ფუნქციურ საქმებთან დაკავშირებით, რომელზეც ბატონი თენგიზ ჯალიაშვილის პატრონაჟით ქალბატონი მარიამ კიკაძე მუშაობს. თენგიზ ჯალიაშვილის წერილი, საგანგებო წერილი ელჩის მიმართ, აქ არის ქალბატონი თამარ ტალიაშვილის მიმართ, ესე იგი მოსაზრებები, ძალიან სერიოზული მოსაზრებებია ბატონი თენგიზის ამას ჩამოყალიბებული და უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში მომზადებულია ქართული ტივის მიერ 3 სატელევიზიო გადაცემა, რომელიც გაიგზავნა ამერიკის საელჩოს, გაიგზავნა ამერიკაში და რამდენიმე კიდე მზადდება. აი ასე ვარ ჩვენ, რომ ხელად დაკაბიცებული ვიყოთ და ტირინით და წუწუნით არაფერი დავაქციოთ და დავანგრიოთ კი ერთმანეთი. ყველანი ვჭირდებით ჩვენ ამ ქვეყანას. აი ამ კაცს, ბატონ რომან რურუას აქვს გამოთქმა თავის აი უნიკალურ ერთ-ერთ ფილოსოფიური განმარტებებით არის სავსე. აი ესენი აქვს ესეთი, ვინც პარლამენტისკენ გარბის უნდა იმას ეჭვით შევხედოთო, მაგრამ ვინც გჭირდება, იმას უნდა შევეხვეწოთო. და ერთი უნიკალური გამოთქმა და ამით ბატონ თენგიზ გამოდივარ თქვენთან, რომ საჭიროა ხელისუფლება, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ ნაგავს
გადაამუშავებს უდანაკარგოდ. აი ეს არის ნებისმიერ ნაგავში დიახ. ამიტომ აი ეს არის პრობლემა ვაქცინის შესაძლებლობად. ბატონი რომანი ბოლოსკენ მანამდე კითხვები და ყველაფერი ექნება. ეხლა ბატონო თენგის თქვენ დაიწყეთ და დიდი მადლობა რომ ვართ ერთად და დიდი მადლობა მეცნიერთა კონგრესს და მეცნიერთა ამ გუნდს. მე მადლობას მოგახსენებთ ბატონ თემურას და ნება მომესწრით დღევანდელ დღეს მსოფლიოში ყველაზე აქტუალურ საკითხს შევეხო 9 სექტემბერს გამოქვეყნდა პრეზიდენტ ტრამპის მიერ შექმნილი Mahas კომისია Make America Healthy Again გავხადოთ ამერიკა ისევ ჯანმრთელი ეს არის კომისიის სახელწოდება რომლის თავმჯდომარე არის ბატონი რობერტ კენედი ჯანმრთელობის მინისტრი და 9 სექტემბერს გამოქვეყნდა ამერიკის ანალიზი შემაწორწუნებელი ანალიზია შეიძლება ითქვას და ნება მომეცით გაჩვენოთ რომ 77% ახალგაზრდებისა ჯარში უვარგისია 77 ეს ოფიციალურად არის ეს ამ იმაში დაწერილი 77 გვერდიანი მაგაზე ჭიდაება ამ რუსეთს რა 79% მატება კიბოს ახალგაზრდებში 50% ბავშვებისა არის ქრონიკული დაავადებებით მინიმუმ ერთით 90% სამედიცინო ხარჯები ქრონიკულ დაავადებებზე იხარჯება ამერიკისა, რომელშიაც საკვებით არის ძირითადად გამოწეული ეს ქრონიკული დაავადებები, 210,000 საკვები არის UEPF, ეს რას ნიშნავს? Ultra processed food, ultra პროცესირებული საკვები, რომელშიაც არ არის მიკროელემენტები, არის ცხიმოვანი მჟავები, რომელიც არის ტრანსცხიმები, ესეთი, არის სინთეტიკური პიგმენტები, არის უამრავი სხვა ემულგატორები და ისინი და რომლითაც სწორედ ეს ქრონიკული დაავადებები და ეს უზარმაზარი სამედიცინო ხარჯები სწორედ აი ამ საკვებით არის გამოწვეული 210,000 საკვები ტიპი სულ არის 300,000 საკვები მე ხა ზუსტად 300,000 და 200,000 აი ზუსტად ისა გვერდი 21 წერია რომ 300,000-დან არის დაახლოებით 70% და 70% გამომივიდა 210,000 რომელშიაც აკლია მინერალები, ვიტამინები, უჯრედანა, ბიოაქტიური ნაერთები და ყველაფერი და ეს ყველაფერი არის სწორედ აი ამ ქრონიკული დაავადებების გამომწვევი. ეს იყო შემზარავი, რომ ამერიკაში სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე დაბალია ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით და ეს ქრონიკული დაავადებები და ისინი. ეხლა იტყვით საქმეც, რომ ამ ულტრაპროცესირებულ საკვების ალტერნატივაზე მინდა შემოგთავაზოთ. საქართველოს იყო განთქმული ულტრაპროცესირებული საკვების ალტერნატივით ფუნქციური საკვებით. ფუნქციური საკვებია ბატონი ზურაბის ღვინო, ბიოღვინო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქ პესტიციდებზეც არის ლაპარაკი, ულტრაპროცესირებული საკვები არის დასნელოვანებული და დაბინძურებული უამრავი პესტები და ამაზედაც აქვს ამ იმაში სწორედ დასკვნაში და ანალიზში და გეგმაში როგორ გავხადოთ ამერიკა ისევ ჯანმრთელი და ოღონდ ამ იმას 9 სექტემბერს გამოქვეყნებულ ამ ანალიზ გეგმას აწერია ცოტა სხვანაირად make our children healthy again გავხადოთ ბავშვები ალბათ ბატონი რომანი დამეთახმა რომ გავხადოთ ბავშვები ისევ ჯანმრთელი ანუ შვილები ჯობია ჩვენ ვიხმაროთ გავხადოთ შვილები ისევ ჯანმრთელი არა ჩვენი იმიტომ რომ ყველა შვილებზეა გეთახმებით ბატონო ამნაირი ოპონენტი ღმერთს და ამნაირი ოპონენტები ღმერთს მიმრავლოს რა ამ იმაზე შესაბამისად ისმის საკითხი რომ ფუნქციური საკვები ხო პირველი რაც იყო თქვენი თავმჯდომარეობით შეიძლება ითქვას რამოდენიმე ის მოეწყო ქალბატონ მარის მიერ წარმოებული უძველესი ქართული ხორბლის ჯიშებიდან როგორ შეიძლება ვაწარმოოთ ფუნქციური საკვები ფუნქციური საკვები ეს მოდი ახლა ჩამოვაყალიბოთ რატომ რით განსხვავდება ფუნქციური საკვები ამ ულტრაპროცესირებული საკვებისაგან რომ მასში არ არის ტრანსხიმები მასში არის
ყველა ის 30 მიკროელემენტი, რომელიც აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისათვის, ორგანიზმისთვის, მასში არის ყველა ის ვიტამინები, რომელიც ჩვენი ესე იგი მიკროელემენტები და ეს ვიტამინები, ეს არის კოფერმენტებს ვეძახი ჩვენ, რომელიც ჩვენი ფერმენტები და მთელი ეს გენეტიკური აპარატი ამ მიკროელემენტებისა და ამ ვიტამინების გარეშე ვერ ფუნქციონირებს. ჩვენი იმუნური დაცვის სისტემა ვერ ფუნქციონირებს თუ არა აქვს სელენიუმი, ცინკი, მაგნიუმი და ისინი ჩვენი სისხლის გადატანა მარტო ერითროციტების ცილას არ შეუძლია თუ რკინა არ აზის იმაში, ხო? და აი ამ კუთხიდან შესაბამისად მთელი აგრარული სექტორი იყენებს მხოლოდ და მხოლოდ სინთეტიკურ აზოტს, NPK-ს, აზოტი, ფოსფორი, კალიუმი და შესაბამისად სად არის ეს მიკროელემენტები ამდენი ჰერბიციდებით, ამდენი შხამქიმიკატებით, ამ ყველაფრით გაანადგურეს ყველა ის მიკროორგანიზმები, რომელიც სწორედ ამ მიკროელემენტებს მოიპოვებდა და აძლევდა მცენარეს და მცენარე აძლევდა მათ გარკვეულ ამ ნახშირწყლებს, რომ იყოს სიმბიოზი, გაანადგურეს ამ ჰერბიციდები და პესტები და ამ უბედურებით. შესაბამისად, ეხლა როგორმე უნდა მოვახდინოთ, რომ ჩვენთან გარკვეულწილად ეს ულტრაპროცესებული საკვები უნდა ჩავანაცვლოთ აუცილებლად იმ ფუნქციური საკვებით, იმიტომ რომ ღვინოშიაც არის უამრავი სეპაჟით და კუპაჟით შეიძლება მივახციოთ ჩვენ, რომ 30 მიკროელემენტი იყოს ამ იმაში ღვინოში. მეორეც ერთი, ამაში არის რესვერატროლი წითელ ღვინოში, რომელიც არის კორონავირუსის და სხვა იმისი დამბლოკავი და ბრწყინვალე შეიძლება თუ გამანეიტრალებელი. ამ იმაში არის სწორედ მიკროერენემები, რომელსაც წარმოდგენა არ აქვთ მეღვინეებს, რომ მიკროერენემები არის დაახლოებით 65 მიკროერენემია, რომლითაც უკვე წყლებს არჩენენ და ჩვენთან ვაში არის ეს მიკროერენემები. ამაში არის კიდევ სტრესილები, რომელიც 10,000-ჯერ იმუნური დაცვის სისტემას აძლიერებს. სწორედ ამიტომ გამიხსნეს დასავლეთ გერმანიაში ინსტიტუტი, რომ მე ეს მეწარმოებინა და 1 მილიგრამი ღირს 700 евро ეხლა დასავლეთ გერმანიაში ეს ერთი სტრესილა, სითბური სტრესილა 70 კილოდატონის და შესაბამისად ეხლა ისმის საკითხი, რომ როგორ შეიძლება ჩვენ აი ეს უძველესი ტრადიციები, უბრწყინვალესი ტრადიციები, როდესაც ქვევრის ღვინოს რო მოხდიდნენ ხოლმე, ქვევრის ღვინო ციმციმებდა, შეიძლება ითქვას და ქვევრის ღვინოში იყო სწორედ ის ყველა ისინი პირველი ფენა, მეორე ფენა, მესამე ფენა, სწორედ ეს ყველა ეს ელექსირებით არის სავსე და კიდევ ერთი დამატებით, რომელიც მინდა რომ გითხრათ, რომ ქვევრის შიდა ზედაპირი მე ვთხოვე საქართველოს მუზეუმების თავმჯდომარეს, ეროვნული მუზეუმების თავმჯდომარეს, რომ გაეგზავნა უძველესი ქვევრის ნატეხი პროფესორ პოლაკისათვის, რომ მას შეესწავლა შიდა ზედაპირზე თუ წარმოიქმნება მეოთხეული ფაზის მქონე წყალი, იმიტომ რომ იმან დაამტკიცა და გამოამქვეყნა ქვეყანისა უზარმაზარი ისე არის აღმოჩენა იყო, რომ ჰიდროფილურ ზედაპირზე წყალი წარმოიქმნება მეოთხეული ფაზის მქონე სტრუქტურისა, რომელიც არის უნიკალური ელექსირი და მან იქიდან მომწერა, ცოტა იბუტყნა, მაგრამ მაინც გამიკეთა და დაასკვნა და ეს მეღვინეებთან, ბატონ თემურაზ ღლოთან და მეუფე დავითთან ალავერდელთან ეს განვიხილეს ჩატო ზეგანში და სწორედ აი ეს გამოჩნდა, რომ ქვევრის ღვინოშიაც და არა ბოთლის ღვინოში, ბოთლის ღვინოში ღვინო კვდება, ხოლო თიხაში წარმოებულ თიხის ბოთლში და თიხის ქვევში ღვინო ვარგდება. განსხვავება დიდია, იმიტომ რომ იქ როგორია დეკანტაცია და ისინი არ გააკეთონ ბოთლის ღვინოში, ის მაინც ჰიდროფობურია მისი ზედაპირი, იქ არ წარმოიქმნება არანაირად არასდროს, ეს არის დაძველება, ხოლო ქვევრი აი ამ იმაში, რასაც ბატონი ზურაბი აწარმოებს, აი ამ თიხის ბოთლებში, სწორედ აქ ვარგდება ღვინო, ბუკეტი იქმნება სწორედ. შესაბამისად, აი ეს არის ფუნქციური საკვები ღვინო და თუ ჩვენ ამ ღვინის ფუნქციურ საკვებს ალკოჰოლს გამოვაცვლით, ალკოჰოლი ცალკე გაიყიდება და ეს უალკოჰოლო ღვინო ბავშვებს მიეცემა, აი ქალბატონ მარის მიერ და ბატონი ზურაბის მიერ შექმნილ იმ ფუნქციური საკვებით ქართული ხარბულის იმიდან, რომელშიაც იქნება ყველა ის მიკროელემენტები, რომელსაც ბატონი გია გახოკიძე ილაპარაკეს, აგრონომი, რომელიც არის ფოთლიდან წარმოებული ჭიაყელით გადამუშავებული ვერმის სასუქი, ბიოსასუქი, უნიკალური, რომელსაც მსოფლიოში ჯერ 100 უნივერსიტეტში, არც
ჰარვარდში, არც კემბრიჯში, არ იმაში არავინ არ აწარმოებს ამ იმას და ჩვენ გვინდა რომ უნივერსიტეტებს შორის იყოს კვლევა, რომ რომელი კომპოზიცია და რომელი ისენი არის ყველაზე საუკეთესო იმის მიხედვით გემოვნებაც კი იქმნება აი ამ მიკროელემენტების საშუალებით გემოვნება, იმიტომ რომ საჭოპოტის პამიდორი და სადღევანდელი პამიდორი, რომელსაც არც გემო აქვს, არც უნდა ბუტაფორია უბრალოდ და წინათ იყო რომ გაჭრიდი ჭოპოტის პამიდორს ქონდა არნახული სუნი. ხო, აი ქვევსაც რომ მოხსნიდი, არა, იმასაც ქონდა სასწაული სხვა არომატი და სუნი, ხო? ესე იგი, ეს იყო ელექსირები, რომელიც ჩვენს ორგანიზმში შექონდა ყველა ის ფუნქციური საკვები, ღვინო, ჩვენი ტყემალი, ასევე არის ჩვენი საცივი, ჩვენ უამრავი, ხალხო, უამრავი ასეთი საკვები ქონდა ჩვენ ფუნქციური. რატომ? იმიტომ რომ საცივში რამდენი ისინი გამოიყენება სანელებლები, ხო სწორია, ტყემალში რამდენი სანელებლები, აი ქალბატონ ნინელი შენკელია დღეს ეზოში აკეთებდა და ჩაომიყვა რომ ტყემალი და ღოღნოშო ერთად მერე ქინს უმატებს, კამას უმატებს, ნეთქინს უმატებს, ცერეცს უმატებს, უმბალოს უმატებს, ნიორს უმატებს, ციცაკა მარილი, აბა რა არის ფუნქციური საკვები, აბა რა არის ეს ტყემალი და ერთი უნდა მოგიტანოთ ქალბატონ ნინელიო გააკეთებს ამ ტყემალს და გაშინჯეთ ხალხო რა გემოსი იქნება ამ იმას. ასე აი ქართველი ქალები აკეთებენ უნიკალურ ფუნქციურ საკვებს აი ამ კუთხიდან და შესაბამისად ეხლა მე ძალიან მორიდებით მინდა კითხვები დაუსვა ბატონ ზურაბს როგორც ექიმს, იმიტომ რომ ექიმი არის, ჩვენ მეცნიერები რაღაცას გარკვეულად შევისწავლით, კვლევას დავდებთ და გარკვეულწილად ამავე დროს მე ექიმს ვაძლევთ ხელში აი ამ მონაცემებს. ეხლა მე რატომ მინდა ბატონ ზურაბთან გადავიდე? ვინაიდან ბატონ ზურაბს აქვს უნიკალური, შეიძლება ითქვას, აი ილონ მასკის ისენი რომ ზევით არის სპუტნიკები გაშვებული, იმაზე მაღლა გავიდა ბატონი ზურაბი იმ ორბიტაზე რა გაგებაში, რომ დღევანდელ დღეს სულად ახალი მონაცემები არის, ანალიზი გაკეთა უნიკალური 2025 წელს გამოქვეყნდა, ეთერზეთებით არჩენენ კიბოს. და სხვადასხვა კიბოზე მე გამიკვირდა რომ სხვადასხვა კიბოზე სულ სხვადასხვა ეთერზეთებია მაღალ ეფექტური. ეხლა წარმოიდგინეთ რომ ეს ეთერზეთები რომელსაც აქვს ასეთი ბრწყინვალე ისა ეფექტი კიბოს საწინააღმდეგო, ამავე დროს სხვადასხვა ეთერზეთები უამრავ პათოგენურ მიკროორგანიზმებს კლავენ. ესე იგი, ოღონდ სხვადასხვა ეთერზეთებს აქვს ისა ბაქტერიებზე, პათოგენურ ბაქტერიებზე სულ სხვანაირი ეფექტი, ვირუსებზე სხვა ისე ეთერზეთებია უფრო ეფექტური და ეს ყველაფერი არის კარგად გაშიფრული ამ საუდის არაბეთისა, მეფის უნივერსიტეტიდან საუდის არაბეთში და სულთანის უნივერსიტეტის მეცნიერთა კონგრესის მიერ. ეხლა მე იმათ შევთავაზე, რატომ მინდა რომ გადავიდე ბატონ ზურაბთან, რომ თვითონ პატარა კომენტარი გააკეთოს, პატარა განმარტება, რომ მე მათ შევთავაზე, რომ ეთერზეთები თავისთავად თუ არ განზავდა ზეთში, ან თუ არ იმას იქნა, მას ძალიან ტოქსიურია, იმიტომ ძალიან აქროლადია და შეიძლება ზიანი მოუტანოს. ბატონ ზურაბმა გააკეთა გარღვევა, შეიძლება ითქვას, აი სწორედ მეოთხეული ფაზის მქონე წყლით ეს ეთერზეთები დაშალა სუსპენზიად, ნანომიცელებად და ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო გახდა, იმიტომ რომ ეთერზეთების ყველა კომპონენტეს, მაგალითად ლავანდას იმაში არის 5 სხვადასხვა კომპონენტი, რომლის გარშემო, რომელიც დაიშალა და რომლის თითოეულის ამ კომპონენტის გარშემო არის მინუს OR-იანი მეოთხეული ფაზის მქონე წყალი და ეს სწორედ მინუსიანი რო არის, ამიტომ გახდა მათი ამ შემადგენელი კომპონენტების სუსპენზია, რომელიც დღეები და ერთი დღეც რომ სუსპენზია შერაჩუნებული იყოს, ეს არის უკვე უზარმაზარი მიღწევა, იმიტომ რომ შეიძლება პირდაპირ გამოიყენო, მაგრამ უკვე რამოდენიმე დღეებია ბატონ ზურაბი ამას მოგვიყვება ეს ამბავი. წარმოიდგინეთ ეხლა რომ რატომ არის ამას არნახული მნიშვნელობა აქვს, რატომ? იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა ანტიბიოტიკებზე რეზისტენტული არის პათოგენური ბაქტერიები. შესაბამისად, ვერაფრით ვერ აღამარცხებს. წინა თუ პენიცილინი და სტრეპტომიცინი და ვანკომიცინით ამაცხებდნენ ყველანაირ იმებს, პათოგენურ ბაქტერიებს, ეხლა ვერანაირი სულ დააყარო თავზე ის იმაზე ვერ აკლავს.
აკეთავს ვერაფერი, იმიტომ რომ მათ ერთმანეთს გაუცვალეს პატარა ესე რეზისტენტული გენები ერთმანეთს გაუცვალეს ამ პათოგენებმა და გახდა ორ კვირაში ვანკომიცინზედაც მოხდა არნახული რეზისტენტობა ამ პათოგენური ბაქტერიებისა. შესაბამისად, ეთერზეთებზე არ აქვს ამათ ეგეთი რეზისტენტობის გამო. ეს არის გარღვევა და წარმოიდგინეთ ეხლა რომ აი ამ ნანომიცელებით ესე იგი შეიძლება ითქვას რომ აი ეს მეოთხეული ფაზით მოლე შექმნილი ნანომიცელები რომელიც ზეცაც ნანომიცელებად შლის სუსპენზიად და აგრეთვე ესერძესაც ეს არის გარღვევა ხალხო იმიტომ რომ ამისი ფასი ჯერჯერობით არავინ არ იცის მაგრამ მე რო წარვადგინე აი ამ ორ უნივერსიტეტში და წარვადგინე პირველ ყოვლისა იაპონიის პრიზზე წარვადგინე და მე წარვადგინე ამ იმათან მეფისა და საუდის არაბეთის მეფისა და ამ სულთანის მალაზიის სულთანის უნივერსიტეტებში რომლებიც ამ წინვალი ანალიზი დადეს. თამას მე დიდი მადლობა გადაუხადე რომ ესეთი ანალიზები დადეს და მე ვთხარი თქვენ რა სიტყვით რომ ჩვენ აი ესეთი მინუს უარყოფითი მქონე წყლით შეიძლება გაკეთდეს ეს ნანომიცელები აი როგორ გითხრათ ისეთი პირდაპირ მომენტალურად გაშალეს ხელები და მზათავართო რომ ყველანაირი კონტრაქტი თქვენთან გაფორმდეს რომ ეს გარკვეულწილად ერთობლივი სამუშაოები ჩატარდეს ამ იმას და დაინერგოს ეს სულად ახალი შეიძლება ითქვას ინოტეკი ქართული ინოტეკი ქართველების მიერ შექმნილი რომელიც აი ეს ყველაფერი ეხლა ისმის საკითხი რომ გარდა იმისა რომ ფუნქციური საკვები უნდა მივაწოდოთ ჩვენ ბავშვებს ფუნქციური საკვები პირველი ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ჩემი თხოვნა იქნება ბატონ ზურაბთან რომ პირველი პრეზენტაცია გაკეთეს ბაქსუდის სკოლაში რომლის გენერალ დირექტორმა პირველმა ჩააბა ბავშვები თავისი სკოლის ბავშვები ამ ვერნისასუქის წარმოებაში და აგრეთვე მანვე შექმნა ბატონი ნუგზარ მელაძის მიერ ინფრაწითელი სხივების წარმოებული იმაზე ბატონ ზურამ სულ სხვანაირად გააკეთა სხვა ტექნოლოგიური მიდგომით აი ეს მეოთხეული ფაზი მქონე წყალი და ეს ამ ბაქსუდის სკოლაში პირველი პრეზენტაცია აი ამ ფუნქციური საკვებისა იქნება ძალიან სასურველი რომ ბავშვებიც ჩავაბათ სკოლის ბავშვებიც და ამავე დროს მთავარი რა არის რომ ამ ეთერზეთებს აქვთ ფსიქიური დაავადების მკურნალობის უნარი ამიტომაც გავაგზავნე ქალბატონ ნინოსთან ოკრიბელაშვილთან რომ მისი კომენტარი და მისი კათედრის ჩაბმა ამ იმაზე იმიტომ რომ წარმოიდგინეთ რომ ანტიბიოტიკები არ მუშაობს ულტრაპროცესებული საკვები იწვევს ამ იმებს ესე იგი ჩვენ პრაქტიკულად უნდა შევცვალოთ თავიდან ბოლომდე და დაუბრუნდეთ იმ ჩვენ ქალბატონების მიერ წარმოებულ ფუნქციურ საკვებს და ამავე დროს კაცების მიერ წარმოებულ ფუნქციურ ღვინოს რომელშიც არის უნიკალური ყველაფერი და მე მინდა რომ ძალიან პატარა დახასიათება მოგვცეს იმ ნანომიცელებისა რომელსაც შეიძლება ითქვას რომ გარღვევა არის მსოფლიოში არის ბევრი ჯერ ტელევიზიას ვერხმარებით მასთან კონფერენციას მოგესალმებით მადლობა მოწვევისთვის მივესალმებით ჩვენს მსმენელს და ტელემაყურებელს რაც შეეხება ამ ნანომიცელებს ჩვენ პირველ რიგში ცხიმოვანმჟავებად დავშალეთ სხვადასხვა ზეთები ყველანაირი დანამატების ყველანაირი ქიმიის გარეშე და აი ბოლოს უკვე დაახლოებით 10 დღე არ იქნება რაც შევძელით დავშალეთ იგივე ეთერზეთები ეხლა რაც შეეხება ამ ეთერზეთების გამოყენებას რა თქმა უნდა გამოიყენება ეთერზეთები კიბოს კურნალობაში და სიმსივნე დაავადებების კურნალობაში და ყველაზე აქტიურად ეს გამოიყენება აპლიკაციების სახით მაგალითად როდესაც არის კანის კიბო იგივე ბაზალიომა და ასე შემდეგ მაგრამ შინაგან ორგანოებზე და აი ესეთ ადგილებზე სადაც მიდგომა არის შეუძლებელი ამის პრაქტიკა არ არის იმდენად ფართოდ აქედან გამომდინარე ეს ნანომიცელებით კურნალობა შეიძლება განვიხილოთ როგორც წამალი რომელსაც მიიღებს პაციენტი პერორალურად და დალევს და იქიდან მოხდება ამის მიტანა დანიშნულების ადგილამდე
და არა ისე რომ დაუშვათ აპლიკაციები ვაკეთოთ მარტო კანზე. ამას დიდი კვლევები ჭირდება, ამას დიდი დაკვირვება ჭირდება და ამისთვის დღეს ჩვენ ყველანაირი საშუალება გვაქვს. ეხლა ბატონო თენგიზ თქვენ აქ ჩამოწერეთ სხვადასხვა ოფიციალური მონაცემები და მე ერთსაც დავამატებდი, ეს არის კვლევა, რომელიც ჩატარდა ბოლო 100 წელიწადში, რამდენად არის შემცირებული ახალგაზრდებში ტესტოსტერონის რაოდენობა და შემცირებულია 50 ჯერ. ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმ ხო ეს არის ჰორმონი, რომელიც პირდაპირ კავშირში არის ადამიანების გამრავლებასთან და მოქმედებს დემოგრაფიაზე პირდაპირ. ეს ტესტოსტერონი ასაკთან ერთად ადამიანის ორგანიზმში ისედაც მცირდება, მაგრამ ეს კვლევა ჩატარდა ახალგაზრდებზე და ახალგაზრდებში არის შემცირებული, სადაც ეს არ უნდა იყოს და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ზუსტად იმ ულტრაპროცესირებულ საკვებზე, იმ ქიმიით გაჯერებულ საკვებზე, რომელსაც დღეს მივირთმევთ და რომელთაც სავსე არის ჩვენი სუფრა და კიდევ ვიმეორებ და ადრეც მithქვამს, რომ საქართველოში რეგისტრირებული არის 1030-ზე მეტი პესტიციდი, რაც პრაქტიკულად გენოციდი არის ეს ერის და საქართველოში მოიხმარება პესტიციდები უზომო რაოდენობით, მაშინ როდესაც მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი არის 2.2 კილოგრამი ჰექტარზე, წლიურად საქართველო მოიხმარს 10 კილოგრამზე გაცილებით უფრო მეტს. ეს ხდება ვაზზე, ვაშლზე, ატამზე და ასე შემდეგ სხვადასხვა კულტურებზე. და ამით არის გაჯერებული ეს საკვები. ეხლა რაც შეეხება ულტრაპროცესირებულ საკვებს, ულტრაპროცესირებული არის გადამუშავებული საკვები და იქ დაკარგულია ყველანაირი მიკროელემენტი და საკვები ღირებულება, მაგრამ სანამ ულტრაპროცესირებამდე მივა საკვები, მანამდე გვაქვს ჩვენ უკვე განადგურებული საკვები და უკვე ულტრაპროცესირება იმდენ ზიანს აღარ მოუტანს იმას, რაც მოუტანა იმ პესტიციდებმა, რომლითაც იყო დაშხამული ეს მცენარე, იქნება ეს თუ იგივე ცხოველებზეც შემილია, აი ქათმის წარმოებაში რა ხდება, კვერცხის წარმოებაში რა ხდება, ეს არის საშინელება, ეს ვაჩვენოთ ადამიანს, ის აღარ იყიდეს არც ქათამზე, არც კვერცხს. იგივე ხორბლის და პურის წარმოებაში. აქედან გამომდინარე ჩვენ გვინდა რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სამთავრობო დონეზე აი ამ ჩვენი ტექნოლოგიების გატანა და დანერგვა, რადგან ეს იქნება სრულად გადატრიალება სოფლის მეურნეობაში და ამით გამოსწორდება არა მარტო ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყნის და სოფლის, ასევე ჯანმრთელობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის. და ეს არის მე მგონი ამით დაინტერესდნენ უკვე საზღვარგარეთ და პირველ რიგში საქართველოში უნდა ინტერესდებოდნენ. ბატონ რომანთან მექნება ერთი კითხვა. დღევანდელ დღეს სპორტსმენებისთვის კეთდება სპეციალური საკვები, იმიტომ რომ უზარმაზარი დატვირთვები აქვთ მათ და ფუნქციური საკვების შემოტანა და დანერგვა ბატონ რომან ჩვენი, იმიტომ რომ ყველაზე მეტი სიხარული რაც აგვაქვს, ეგ არის სპორტსმენების გამარჯვებები, ხო? ჩვენი სპორტსმენების მიღწევები და აი თქვენი მოსაზრება გვაინტერესებს, რომ რამდენად ხელშეგვიწყობთ, რომ ფუნქციური საკვები მივაწოდოთ საერთოდ თქვენ თვითონ ხო ღვინოს სვავდით ხომ, ეგას მოგიხელით. ძალიან საინტერესო თემაზეა ლაპარაკი, საუბარი ბატონებო. და დავიწყებ იქიდან, რაც დავამთავრეთ და რაც ახლა დავამთავრეთ, იქიდან დავიწყებ. რაც შეეხება სპორტსმენების კვებას, არავით არის განსხვავებული და გამოსული ბაზრიდან, ანუ ხასიათიდან ჩვენი საკვების არაფერი იგივე ჭამთ, რაც ყველა მოქალაქე ჭამს. მიდის სასადილოს გამგე თუ განყოფილების უფროსი ბაზარში, მოაქვს საკვები, რაც იყიდება. და ეგ არის, ანუ ყველა ერთი იმაში ვართ მოქცეული ჩვენ ჭურჭელში, ასე ვთქვათ, უხეშად. არაფერი სხვაობა არ არის. მე მოვისმინე ბატონო თენგიზ თქვენს შესახებ ძალიან კარგად ჩამოაყალიბეთ თქვენი მოსაზრებანი და მაინტერესებს აი ეს ციფრები მოსახლეობის ჯამი 77, 79, 50, 90 და ბოლოს გამოვიდა ეს რა 21,210,000 რისი შედეგია?
ეს არის 300,000 საკვებიდან, რომელსაც ამერიკელები მიირთმევენ, 70%, ანუ 210,000 საკვები ყოფილა ულტრაპროცესირებული საკვები. ესე იგი უარგის. 22 გვერდზეა ზუსტად. უარგისი საკვებია. აბა, თუ ამერიკაში ასეთი პრობლემაა, ჩვენთან ორჯერ მეტი პრობლემა იქნება ყველაზე მინიმუმ. იმიტომ განუკითხავად იხმარება ეს ასუკი და ეხლა ემას რო ასე თამამად რო ამბობ თქვენ უპირისპირდებით ეხლა იმებს ვაჭრებს, ვისაც შემოაქვს ეს საწამლავი საქართველოში. ამას უპირისპირდებით. აი ეს იქნება ხელისშემშელი ამ თქვენი იდეის და ჩვენ დღეს რისთვისაც ვზივართ აქ. ყველაფერს ყავს თავისი მოწინააღმდეგე, იმად უკვე ჯიბეში ფული უდებთ, ჩვენ კიდევ ფული მოსაპოვებელი გვაქვს და სუსტად ვართ. არ ვდგავართ კარგად ფეხებზე და გველებიან ბატონო. ამიტომ ხალხის მასის მომრევი არავინ არ არის. ისინი ერთეულები არიან, ვინც ამიტომ რობერტ კენედი და მისი ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველთვის იყო იმ ოჯახიდან პროგრესული ადამიანები და მე მისასალმებელია მისი ძმას აქ ეს ინფორმაცია ამერიკაში რაც არის და აპირებს რომ ამას გვერდი აუარონ ყველაფერი და გავიდნენ ბიო სასუგზე რომელიც არის ძალიან ჯანმრთელი და მისაღები ყველასთვის შესაბამისად ბიოსასუგზე გადასვლაზე ლაპარაკი რომ მივიღოთ აბსოლუტურად 100%-ით ჯანმრთელი საკვები, რადგან მიწასაც აქვს თავისი შესაძლებლობა, თავისი ღონე, ძალა, გარკვეული წლების შემდეგ ისიც იღლება. იფიტება და დასასვენებელი მიწა მსოფლიოში არ არის. კიდევ დასასახლებელი არ არის და დასასვენებლად არ ძალიან მიწას შესაბამისად უნდა დავეხმაროთ მიწას, რომ ბიოსასუგები გქონდეს ქიმიური სასუგების სანაცვლოდ. თულ თემაზე ვლაპარაკობ დღეს ახლა ზოგი ეგ ფანტაზიები, კაცო მე ვარ აგერ ფული მაქვს ჯიბეში, რასაც მინდა იმას ვაკეთებ და ვინ რა არის თქვენი რა ბიოლოგია, როგორ გეკატრებათ. ამიტომ რთული გზა გვექნება გადასალახი, მაგრამ ეს იმასია კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ ინფორმაცია არ მივცეთ საზოგადოებას და მინდა აი ეს თუ გამოგვივიდა დღევანდელი ჩვენი საუბარი, რამოდენიმეჯერ მაინც გატარდეს მარტო ქართულ ტელევიზიაში კი არა, სხვა ტელევიზიაში, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავიგოთ ჩვენი მდგომარეობის შესახებ რა გვჭირს და რა ნიადაგზე ვდგევართ. ადამიანი ის არის ბატონებო, ქართული აფორიზმში არის ასეთი მონაცემი, ადამიანი არის ის, რასაც ჭამს და რასაც სვამს. და თუ ეს ჭეშმარიტებაა და ჩემი გაგებით რომ ჭეშმარიტებაა და მერწმუნეთ რომ თქვენს უნდა ერწმუნოთ ესა, შესაბამისად ამაზეა ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლის უნარი დამოკიდებული. ეხლა ავიღოთ რა იყო ჩემს დაბადებამდე, თქვენს დაბადებამდე ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა. რამდენი იყო? მახსოვს რომ კომუნისტების დროს რაც თუ მეხსიერება მყავდა 82% იყო თუ 60 და რაღაცა ღამიდან შენ გეცოდინებდა ეს სიცოცხლის ხანგრძლივობა ნაკლები იყო და იმასთან შედარებით დღეს სადავართ ხო მაგ საკითხზე ბატონი ზურაბი აბა ზურაბი ქერდა გვეხმარო რატომ იმიტომ სანიტარული მდგომარეობა გაუმჯობესდა და არა მე. კი ბატონო, მარტო ეგ არ არის სანიტარული მდგომარეობა გაუმჯობესდა და აი ხშირად ისმება ხოლმე ეს კითხვა და ბევრი აღნიშნავს, რომ მაშინ უფრო ნაკლები იყო, ეხლა უფრო მეტია. ძალიან წინ წავიდა მედიცინა ტექნიკური საშუალებების და ოპერაციული ჩარევების ხრივ, მაგრამ ძალიან უკან შეიძლება ითქვას აი ამ წამლების მოხმარებით და აი ამ ფარმაკომპანიებით. აი ეს არის ერთ-ერთი მაჩვენებელი, თუ ადამიანის გარდაცვალებაში პირველი ადგილი ქონა გულსიზრდათა დაავადებებს, დღეს სტენტირება, იგივე კორონოგრაფია აკეთება და ადამიანები ძალიან დიდი საქმეა ეს და ადამიანები პრაქტიკულად რამდენჯერმეც კი იკეთებენ თავის ცხოვრების მანძილზე და ისინი ცოცხლობენ. კი ბატონო, დიდხანს ცოცხლობენ და აი ეს
ტექნიკურმა პროგრესმა მისცა საშუალება ადამიანებს რომ დიდხანს იცოცხლონ, მაგრამ აქ მეორე პრობლემას უნდა შევხედოთ, რამდენად ჯანმრთელებიად ცოცხლობენ ადამიანი, აი ეს არის პრობლემა, რომელიც გამოწვეულია ულტრაპროცესირებული საკვებით, კი ბატონო, გამოწვეული არის აი ამ წამლებით, აი აფთიაქში რო შეხვალთ, ყველგან რიგებია და რამდენი აფთიაქი გვაქვს საქართველოში. ახლა საზოგადოებრივ მე ესეთი რამე არ მინახია, მაგრამ საქართველოში რაღაც უზომოდ ხდება ეს ყველაფერი და პრაქტიკულად ექიმები იქცნენ ფარმა კომპანიების დისტრიბუტორებად, რომ გაუსაღონ იმათ წამლები და ბევრი ექიმის უთქვია ჩემთან ცალკე საუბარში, რომ გაცილებით მეტი აქვს შემოსავალი აი ამ წამლებიდან, ვიდრე თავისი პროფესიონალური საქმიანობიდან. ეს რეალობაა. კი ბატონო. არა, თქვენ ვერტიკალური ფერმები, ვინაიდან 40% ნიადაგისა არის ეროზირებული, ამიტომ ჩანაცვლა დღევანდელ დღეს არის არნახული ვერტიკალური ფერმების შემოსვლა და თქვენს მიერ დაწყებული ვერტიკალური ფერმის ამბავის პატარა დაგვირგვინებთ. კი ბატონო, ვერტიკალური ფერმები დღეს ძალიან ფართოდ მოიხმარება მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ეს არის არა ნიადაგზე მოყვანა სხვადასხვა კულტურების, არამედ სპეციალურ სითხეში, რომელსაც ოგრანდის ხსნარი ეწოდება, ეს არის სხვადასხვა მიკროელემენტების შემდგარი ხსნარი და ამაზე ხდება მოყვანა სხვადასხვა კულტურების, მაგრამ ამ ხსნარში ამ მიკროელემენტებს აქვს ძალიან ბევრი ანტაგონიზმი და ჩვენ აგერ საქართველოში დავნერგეთ ვერმი სასუქი, ეგრეთ წოდებული, რომელსაც აწარმოებს ფოთლებისგან ქართული ჭიაყელა, შემდეგ ხდება მისი დამუშავება და თუ ჩვენ ამ ხსნარით მოვიყვანთ იგივე საკვებს, არანაირი ანტაგონიზმი იქ არ იქნება ამ მიკროელემენტებს შორის და გაცილებით უფრო მაღალ ეფექტური, მაღალ ხარისხიანი იქნება და რაც თავარია, ეს ტექნოლოგია გაცილებით იაფიჯდება, ვიდრე ჩვეულებრივი ვერტიკალური ფერმების ტექნოლოგია. აი ამაში არის განსხვავება, დიდი განსხვავება. რა თქმა უნდა. არანაირი ქიმიური დანამატები ამას აკეთებს თვითონ ჭიაყელა, რომელზეც ისაუბრებს აგერ ბატონი გია გახურიძე ახლა. მოგზავნით და მანამდე ვიდრე ბატონი გია გახურიძე მოდის მინდა ვთქვა, რომ ახლა რეალურად დღეს ჩვენ მიღებულია უკვე რომ კარგად გამოჩნდეს ტელევიზიიდან, მიღებულია უკვე აი ამ გუნდის მეშვეობით და მხარდაჭერით ბატონი ხოჩა ზარსოხოვის თანადგომით და ბატონი ესე იგი კახა შენგელიას თანადგომით აი ამ ქართული ჯიშები რაღაც მრავლდება, ბატონმა კახამ სასაული ისინი გააკეთა და თავარი არის რომ იმათ გვითხრან რომ სწორად ჩანს ამ იმაში და ხო მიკროფონი ძალიან დიდი მხარდაჭერა გაუკეთეს და რეალურად მიღებულია ხორბალი, რომელიც არის აბსოლუტურად თავისუფალი ყველაფრისაგან. ამისთვის საჭირო იყო ახლა მიწა, რომელსაც ვეძებთ ყველანი, რომ ერთი მიმართულება როგორ გავაჯანსაღოთ მიწა და მეორე მიმართულება არის როგორ ჩავდოთ ეს პროდუქტი ჯანსაღ მიწაში. ბატონ რომანს უნდა უთხრათ დიდი მადლობა, რომ მან მოიძია დაახლოებით 25 გექტარი და ჩვენ ძალიან მალე გვექნება ყველაზე ჯანსაღი ესე იგი ხორბალი ჩადებული ყველაზე ჯანსაღ მიწაში, რომელიც შემოწმდება და წავა, ნუ ახლა ისე პრაქტიკული ყოველგვარი რამის გარეშე ეს იქნება უნიკალური რამ და აი კიდე აი ასეთი პიროვნება უდგას ამას სათავეში. ახლა კიდე ახალი ტექნოლოგია მოდის რაღაც რომ მოხნა უკვე სიღრმეზე არ შეიძლება, ზედაიც უნდა იყოს, სასაული რამეებია, რომელიც კეთდება და აი ბედნიერებაა მეცნიერებთან ერთად მუშაობა. აი ახლა აგერ ბატონ გიას მოусმინოთ და მე კიდე ალბათ ამ საკითხს. თესვა სულიად სხვანაირად გავაკეთებ ჩვენ ძალიან და ეგ იტყვით. აქ ბატონმა თენგიზმა ბრძანა რომ ადამიანის ნორმალური განვითარებისთვის მინიმუმ 29 მიკროელემენტია აუცილებელი. მიკროელემენტების წყარო დღესდღეობით ქიმიისგან დაზღვეული და დაუზიანებელი, ასე ვთქვათ, დაუბინძურებელი ტყეში გვაქვს ფოთლები. თითოეულ მცენარეს თვითონ შეუძლია განსაზღვროს თვითონ რა მიკროელემენტები ჭირდება და მის შემადგენლობაში გაცილებით მეტი მიკროელემენტები შედის ვიდრე ფოთოლში, ვიდრე არსებულ ხოგრანდის ხსენებულ ხოგრანდის ხსნარში.
ხოლო ჩვენ და საბედნიეროდ ფოთლის სახეობა მრავალია. თუ ქართული ფერმერი ისურვებს ბიომეურნეობაზე გადასვლას, უამრავი ფოთლის საშუალება გვექნება. ეს იქნება კენკროვანი, ვაზი, თხილი თუ ნებისმიერი კულტურის ფოთოლი გვექნება, თუ ის არ დააბინძურებს ქიმიით. მრავალი ფოთლის ერთმანეთში შერევა მოგცემს იმ მიკროელემენტების დაბალანსების საშუალებას, რაც თქვათ ერთში ნაკლებია, მეორეში შეიძლება მეტი იყოს, მოგცემს გემოს ცვლილებას. ისი შედეგიც უკვე მივიღეთ, კერძოდ კენკროვანის ფოთოლმა ძალიან არომატული გახადა ხორბლისა და ქერის ღივები. ასევე ამის მასში არსებული მიკროელემენტების და ჭიაყელის ის ბიოლოგიური თვითონ რაც გააჩნია ჭიაყელას გადაცემულია, ამის ექსტრაქტის საშუალება მოგცემს დავნერგოთ ჰიდროპონიკაში და მივიღოთ ვერმიპონიკაში და ის უკვე ჰიდროპონიკა არ იქნება, ეს იქნება ვერმიპონიკა და ჩვენ ამ ფხვნილის საშუალებით უფრო მეტ რაოდენობის მიკროელემენტ რა თქმა უნდა უსეზონოდ ეს თუ ვერმიპონიკაში გამოიყენება, ნებისმიერ დროს შეგვიძლია ვაწარმოოთ ჯანმრთელი პროდუქცია, რომელიც მეტ სარგებელს მოგცემს და მეტი ღირებული იქნება ვიდრე არსებული აგერ 210,000 ულტრაპროცესირებული. ბატონ რომანს კომპონენტია ყველასი და ბატონ რომანს შეგვიფასოს ახლა on დაასრულის. ნახე, ეს არის წიფელის. ნახეთ ბატონ რომან. სიცოცხლეზე ვერსია. ხიზილალა. ისე იგი თქვით ფოთოლი. დიახ. და ბიომეურნეობის იმისთვის მინდა ფოთოლი და ეკიდან მიიღო ბიომეურნეობის უზრუნველყოფა. კი ბატონო. ამბობთ რომ ამ სცენარია იმის მიხედვით გემოს გარჩევაც შეიძლება, ხო? კი ბატონო, ჩვენ ჩავატარეთ და საკვებსაც იმისი გემო და სურნელი ექნება? შესაძლებელია იმის გემო და სურნელი არ ქონდეს, მაგრამ განსხვავება იქნება გემოში. ყოველ შემთხვევაში რასაც ჭამს ეს ხორბალი იმის მიკროელემენტებს, კი ბატონო, იგივე მიკროელემენტები იქნება. და ფერმერები თუ გადავლენ ამ ინიციატივაზე, ეს არის ხვალე, ყველას თავისი სასუქი ექნება. ყველას თავისი სასუქი ექნება. ეს ამის მეურნეობის შექმნა ყველაფერი. ბატონო რომან, ამას ჭირდება თქვენი შემოძახილი, როგორც ავტორიტეტული პიროვნების და რაღაც იმიტოა ესენი. ეხლა არ ვიცი, ბატონი თენგიზი აჩვენებს თუ არა გუშინ წინ დაგვიხადა ლექცია, რომ წაგვიკითხა აქ ჩვენ, აი როგორ ხდება ეს, როგორ უნდა გამოვიტანოთ იქედან, აბა ბრძანეთ მინდა აგერ, იმიტომ რომ ეს ეხლა ჩემი ძალიან მოკლე მომდებული შემოთავაზება ასეთია, რომ სანამ ჩვენ აი ამ გენიალურ შავ ხიზილალას შეიძლება ითქვას, რა ნამდვილი სცენარის მიწის ხიზილალა. ხო, მიწის ხიზილალა გაიხარეთ. ფოთოლი გადამუშავებული ქართული ფოთოლი, ქართველი ჭიაყელების მიერ დაბადებული გაზრდილი აქ მოყვანილი, ის გადამუშავებული სანამ მე ჭიაყელას მივცემ ამ ფოთოს, მანამდე მაინც მინდა რომ ის რასაც დაიღუპება, რომელსაც უზარმაზარი მოთხოვნილება აქვს დღეს მსოფლიოში, ეს არის ვინაიდან რობერტ კენედიმ 8 სინთეტიკური ნავთობიდან წარმოებული სინთეტიკური პიგმენტები აკრძალა. დაარტყა ხელი და აკრძალა იმაზე. რით უნდა ჩავანაცვლოთ ნატურალური პიგმენტებით, ხო? სად არის ეს ნატურალური პიგმენტები? ყველა ნატურალური პიგმენტი ფოთოლშია, ხო? ამიტომ ნატურალური პიგმენტის მე თქვენთან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ წინა გარჩევაზე დეტალურად ოპონენტი პილებიდან მოფლიმადინე და თქვენ მე ნუ ეგრე მიხარია, ნუ ეგ ამბავი რომ არ დამიტოვა ისეთი პატარა ისაც რომ იქიდან არ იმას ეკნა და აი სწორედ თქვენთან ჯაბასით ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ნატურალური პიგმენტების გამოყოფა
ამ ფოთლიდან და მე უკვე მიცემა ჭიაყელისთვის რომ გადაამუშავოს და მოგცეს, იმიტომ რომ უკვე დაქუცმაცებულია. იქ ოღონდ ოქროს სიმით უნდა გავაკეთოთ სტანდარტით, იმისი რაც მე მივაწოდე ჩვენ ელსაც და რაც მივაწოდე რობერტ კენედისაც, რომ ჩვენ ის უნდა გამოვყოთ არა რომელიმე სითხით ან სპირტით და იმით, იმიტომ რომ იმაში წყალში არ არის ხსნადი ისენი უმეტესობა. არამედ უნდა გავაკეთოთ სუპერკრიტიკული ნახშირორჯანგით, რომელიც გაზობრივი გარკვეულ წნევაზე გადაიქცევა სითხეთ, არის წყინვალე გამხსნელი, ის გამოიყოფა, როცა იმას ვიზა ფოთლებს ჩავტვირთათ, დაქუცმაცებულ ფოთლებს ჩავტვირთავთ აი ამ აპარატში, ის იტრიალებს იმაში, გამოყოფს ამ იმეებს, ნატურალურ პიგმენტებს და დაგვრჩება ანარჩენი ფოთოლი, რომელიც ეძლევა ჭიაყელას და ჭიაყელას სწორედ გადამუშავებს და ყველა ის მიკროელემენტები იმაში რჩება, იმიტომ რომ ის სუპერკრიტიკული ნახშირორჟანგი გამოყოფს მხოლოდ პიგმენტებს ამ იმით და შესაბამისად გვექნება დღევანდელ დღეს აი გილოტინაზე დავდებ თავს რომ არავინ არ აკრძალავს ნატურალ პიგმენტების წარმოებას როგორც აკრძალა ახლა რობერტ კენედის სინთეტიკური პიგმენტების წარმოება და შესაბამისად ეს არის ოქროს შანსი საქართველოსთვის რომ ვაწარმოოთ და შემოსავალი გაუზარდოთ ბიოფერმერებს იმიტომ რომ გამორიცხულია რომ ის ფოთოლი რომელსაც შეფქროულია პესტები და ისინი მე რო გამოვყოფ იმას ის პესტები გამოყვება ამ ნატურალ პიგმენტებს და იქნება საწამლავი ეს ელექსირი კი არ იქნება, არამედ საწამლავი იქნება. შესაბამისად, აი ამ კუთხიდან აუცილებლად უნდა მიეცეს 198 დადგენილებას ბატონ ბიძინას ხელს მოწერის, რომ ბიოწარმოების შესახებ უნდა ყოველთვის სახელმწიფო პრიორიტეტი საქართველოში ბიოწარმოება, ბიოპროდუქტების წარმოება და ეს იქნება ჯერტი ბიოპროდუქტები ფასი მაღალია და სწორედ უნარჩენო წარმოებები, სწორედ აი ამ ფოთლიდან და იმიდან შემოსავალს გაუზდის აი ძალიან, იმიტომ რომ ვერასდროს ვერ დავარდება ნატურალ პიგმენტების ფასი, რატომ? ვინაიდან მოთხოვნილება ყოველთვის უფრო მზარდია, ვიდრე მეწოდება. შესაბამისად, ნატურალ პიგმენტების ფასი დღევანდელ დღეს უკვე მაღალია, ვერ ჩაანაცვლებს, ვერ იქნება ალტერნატივა მიკრობული და ისინი ციანისტი ბაქტერიებიდან და იმიდან გამოყოფილი ისინი, იმიტომ რომ ხირალური ისინი არის სუსხვა ჩვენთან, აი ამ ნატურალ პიგმენტებში არის აბსოლუტურად იდეალური ადამიანის ორგანიზმისთვის, ხოლო მიკრობულში და იმაში არის სუსხვა ხირალური, რომელსაც იქნება ძალიან მძიმე ჩვენი მისაღებად აი ამ კუთხიდან. სწორედ ნავთობიდან გამოყოფილ პიგმენტებსაც ჰქონდათ ის ხირალური ისენი და ამიტომ გავაკრიტიკე ის ამერიკელი ისენი კონსორციუმის პრეზიდენტი, რომ თქვენ მეუთხარი მარცხენა ტურბს მარჯვენა ფეხზე აცმევდა ის ვერ ივილით მეუთხარი ამ ხირალური იმის გამო, იმიტომ რომ ბუნებამ შექმნა ეს ყველაფერი, რაც კანონთა კანონია, რომელსაც ძალიან ცოტა მისის ეს ყველაფერი და ხმავე რა მოიღო, გაჩერდა ის კონსორციუმის პრეზიდენტი, მე რაღაცა ჩემთან შემოვიდა კონტაქტში, რომ რაღაცა უნდა და ერთობლივ ისენი, მეუთხარი თქვენი ამ მიკრობულში მე ხელს არ ვიქნები, უბრალოდ ჩვენ სცენარიულზე გვაქვს ფოკუსი და ჩვენთან საქართველოში არის არნახულად დიდი რაოდენობით ყველა ტიპის ისენი და მე შატოზეგანის მფლობელმა მაჩვენა წინვალე სურათი ყვითელი წითელი ისინი შემოდგომაზე რომ ეს არის ქლოროფილი რო იშლება გამოჩნდება ანტოციანები გამოჩნდება ეს წითელი გამოჩნდება კაროტინოიდები ეს ყვითელი და ყველაფერი ეს ვიტამინები პrovitaminებია ისინი ამავე დროს ეხლა დღევანდელ დღეს ყველა კანფეტი რომელიც ბავშვებს აჭმევენ ეხლა ბატონი ზურაბი წინვალეთი იცის ხოლმე იმან რომ ბატონ ზურაბმა ახსნა რომ ქვევით უკეთებენ ბავშვებს რომ მიჩნდენო იმ შეღებილ სინთეტიკური პიგმენტების შეღებილ წაიმებს კანფეტებს და ის იმათ აყიდინონო იმიტომ რომ იქ ჩანს თავი ისი აქვს რომ წითელი ყვითელი ყველანაირი ისენი აქვს და ის ბავშვებს აუტიზმი და ეხლა ამაზე დიდი უბედურება რა არის რომ აუტიზმის ისა როდესაც ერთი ბავშვი იყო 10000 ბავშვი აუტისტი 30 წლის წინათ დღეს არის ერთი ბავშვი 31-ში ეს არის კატასტროფა ბავშვებში ვის აწყობს ეხლა რომ ოჯახში ყავდეს და ამერიკის მონაცემებია აი ამ იმებში ყველაფერში ამ იმაშია ამოგიბესტავს ძირფასო ამოგიბესტავს და ოღონდაც ვინმე წაიკითხოთ ეგ აი ეგ პირველ ბეჟში უნდა ასწავლო დედანასა აი გადახარეს ღმერთი და აი სწორედ დაუდეთ იქ ჩვენ
ჩვენი მეებს დაუდეთ ეს თავრობის წევრებს რომ წაიკითხონ და იმას. შეუნახე შვილებსა დედა ხარ შენი აი საკუადგება ახლა ეს დღესაფრის მოგეთ ეს გადაცემა ერთი ეხლა ჩემი ვიდრე იყოდეთ ვინდა უკეთ რა აი უსმინეთ რა აი ეს რეალური ეს გაკეთებულია ხალხმა ეს უკვე დიდი მადლობა ხალხმა ეს უკვე დაიაგერ კიდევ ერთხელ ვიმეორებ აი მან უკვე მიწა მოიპოვა იმან თესლი გააკეთა უკვე ესეთი იყო საუბარი რომელიც მიღებული იქნა ეს უნიკალური თესლი რომ პურად გვექცია გაგვიყიდა არა ლაპარაკია იმაზე რომ დავთესოთ ახლა და მოვიყვანოთ მოიგლა ფუნქციურ საქმეებზე გადავიდეთ იმასაც ბატონი ზურაბი თავის ზურში აკეთებს და სექტემბრის ბოლოს მართლაც უნიკალური რაღაც გვექნება ჩვენ და საზოგადოება ნახავს რომ რაზე ვწდებით დღეს და რისი გაკეთება შეიძლება ამ ქვეყანაში ეს არის სასწაული აბა უჩი ელეონტია სინათლე ის ფოტოსინთეზი რამდენ ფოტოსინთეზს გამიკეთებდა ვერტიკალურ ფერმებში რა იაფასიანი საკვები იქნებოდა აი ხა გადაეცით იმას და როგორმე მოგვეხმაროს რომ ბატონო ეხლა დაგვინერგოს ბატონი ამირან აფსიაური არის ეკოლოგიის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ხო თავისთავად ეს საკითხები რომელიც დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან პირდაპირ ეხება აკადემიას უაღრესად საინტერესო ხალხია ვიცნობ მის პრეზიდენტს იქ ვიცნობ ადამიანებს რომლებიც ამაზე ფიქრობენ და ბატონი ამირანი განსაკუთრებული ახლა იმიტომ რომ მის მართლაც იძლევა ეკოლოგიურ ენერგიას ვერტიკალურ ფერმებში ბატონო ფიგურას 60% თვითღირებულებისა წარმოებული საკვების ენერგია და თუ ეს შეგვიმცირა ეგ იქნება ნუ როგორ სასწაული იქნება დიდი მადლობა და ზუსტად ესე ახლა ვუსმენდი ამ გადაცემას და აი დასკვნა არის ძალიან საგანგაშო. ჯერ ერთი არ ითქვა ის რომ მიწების უდიდესი ნაწილი უკვე მოშხამული ყოფილა, ხო? ეს კონკრეტული მონაცემი არ ვიცოდი, მე ზოგადად ვიცოდი, მაგრამ თანაც ეს თორმე ამას საკმაოდ დიდი დრო უნდა რომ ეს გაჯანსაღდეს. ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ უკვე დაუპირ ზღვარზე ვარ. ჩვენ მიწიანად ვარ და ავადმყოფები ვარ სულ. ხო, ესე ეხლა აგერ ბატონო ზურმა სადღაც მეგობრებმა მოძებნეს 25 ჰექტარი ძლივს, ხო? ესე კატასტროფაა 25 ჰექტარი ძლივს მოძებნეს, ხო? ყველა ხოლმე მოძებნის ამას. ну თავისთავად ეს იმას ნიშნავს რომ ვისაც აქვს საშუალება უნდა მოძებნოს და მაგალითად მედია აბაშიძე 50 გექტრის პარკლებში მოძებნოს ეს არ შეიძლება ესაც ძირითადი ნაწილი უკვე მოწამლულია ეგ არაფერი არა ახლა თან ცხოვრება ვითარდება ჩვენი მოთხოვნილებები ვითარდება ხო ეხლა ბუნებრივია რომ ალტერნატიული ვარიანტები აქ უკვე ითქვა რომ არის ასეთი ვერტიკალური ფერმები ოღონდ იმას ის ნაკლი აქვს რომ სასუქი გამოყენებული არის არაორგანული რომელიც საწამლავია და ხო აქედან გამომდინარე არის ერთი პრობლემა გადაწყვეტილი უკვე ჩვენი ქართველების მიერ იმ თვალსაზრისით რომ მოძებნილია ალტერნატივა სასუქის რომელიც მოგცემს მაგრამ ახლა ლაპარაკია იმაზე რომ შენობაში ვერტიკალურ ფერმებში ფოტოსინთეზს და ენერგიის წარმოქმნას მარტო ფოტოსინთეზს არა ყველა საკვები პროდუქტს აქვს თავის კალორიულობა ეს იმას ნიშნავს რომ რამდენი კალორიას მასში დაგროვდა და იმდენი კალორია სითბო წაიღო ის სხვანაირად არა ის გარდა იმისა რომ სითბოს თანთქავს ეს არა სინათლეს თანთქავს მას სითბოც უნდა სითბო და სინათლე წარმოქმნის იმ კალორიებს რაც გროვდება საკვე პროდუქტში. ეხლა თავისთავად ცხადია რომ ენერგიის მოხმარება გაზდის ეს ყველაფერი. მაგრამ ენერგიის ისედაც ცხოვრება ვითარდება და ცივილიზაციის განვითარება ხოლოს ენერგეტიკა უნდა ვითარდებოდეს. მე მოვისმინე ამ ცოტა ხნის წინ ჩვენი ახალი ეკონომიკის მინისტრის ერთ-ერთი თანამშრომელი ქალბატონი იყო საკმაოდ სიმპათიური და ის განაცხადა რომ ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს ისევ დიდი ჰესების აღორძინება ნამახვანი ნესკრა ხუდონი ხო ნუ ეხლა მე მინდა თქვა რომ ეს არის პრობლემის დროებითი გადაწყვეტა თანაც ეს იქნება საკმაოდ მტკივნეული ნუ ალბათ აპირებდა რომ მოსახლეობას სამნაირი შეუთანხმონ მაგრამ ეს გვახსოვს შერეული პროცესები იყო ამასთან ნუ კაი თქვა მოწესრიგდა და გადაწყდა და აშენდა ეს ყველაფერი ჯერ ეს ეკოლოგიურად არა სწორად გამოსაზიანებს ამ ხელა ჰესები
და მეორეც ისა, მე მინდა უთხრა ქართულ მოსახლეობას, კატასტროფულად მცირდება მყინვარების ფართობი. ხო, საუკუნის ბოლოსთვის ჩვენ მყინვარების უმეტესობა ასე თუ წავიდა საქმე, აღარ უმეტესობა გაქრება. ეს იმას ნიშნავს, რომ მდინარეები დაიწერიტება და როცა იქნება წვიმები, უცებ წამოდიდება, მოვარდება წყალი, მე ესე ამათი სტაბილურობა ჰესების არ იქნება საიმედო. მაგრამ ის ხალხი, ვინც ამ ფულს ჩადებს, მანამდე ამ ფულს ამოიღებს 15-20 წელიწადში ამოიღებენ 60 მაგად და მერე დაგვიტოვებენ ბეტონის ჯართს. ხეობებს დაგვიტოვებენ ჩასილურს და მიტოვებულს. მე ვაფრთხილებ საქართველოს მოსახლეობას. მოусმინონ ამას, მარტო დღევანდელ დღეზე მოფიქრობთ. ვიფიქროთ მომავალზე. ითქვა იქ, რომ აღიარებენ, რომ ალტერნატივა არის მზის და ქარის ენერგეტიკა, მაგრამ ამას შეიძლება ენერგიის დაგროვება. იმიტომ რომ მზე არის იმ დროს, როდესაც არ გვჭირდება ენერგია. ჯერ უნდა შევინახოთ დღის საათებში და მერე საღამოს გამოვიყენოთ. კი ბატონო, დაგროვება გვინდა, აგერა გვაქვს. წალკა და ფარანის ტბის კომპლექსი, დონეთა სხვაობა 600 მეტრამდეა. მზიან საათებში ავტომობილს წყალი ზემოთ დავაგროვოთ, საღამოთი დაუშვათ, მოგცემს ენერგიას. გვინდა თუ გულობს ქადა ორი ხელით იჭმევა ჩვენ მამაპაპას ნათქვამი აქვს. ესე იგი, არის გამოსავალი თუ გვინდა. ახლა მივუბრუნდეთ კიდევ სხვა საკითხს. თვითონ ეს ვერტიკალური ფერმები არის ენერგიის აკუმულაციის საშუალება. უყურეთ, წარმოიდგინეთ შენობა, სადაც თაროებზე მოყავთ მოსავალი. ამ ყველა თაროს შიგნით საჭიროა განათება. ესე იგი, იმ ოთახებში ბევრი სინათლეა საჭირო. ფანჯერებიდან ამას ვერ გავანათებთ, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ გარედან მზე ოთახებში უნდა შევიყვანოთ, ხო? კი ბატონო, დავაყენოთ მზის პანელები და ის დენის სახით შევა ოთახებში, ხო? აჰა, ესე იგი, მზის ენერგეტიკას გზას უხსნის ვერტიკალური ფერმები, ხო ასეა? დღის საათებში ხო იზრდება მცენარე, მას ხო უნდა დღისით სინათლე. ამ სართულებზე რომ მივაწოდოთ სინათლე კორპუსში ხო არ კმარა ჭერზე რა სინათლეს ესე ვენდენ გარედან და მოვიყვანოთ სინათლე ამ შენობაში მრავალსართულიანში, ხო? და დააგროვებს, ხო? ნათურები მოსახლეობას გათიშული აქვს, სამაგიერო დენს იყენებენ მცენარეები. გადაწყდა პრობლემა, ხო? მაინც მზის ენერგეტიკასთან მივდივართ. მე მინდა თქვა ასეთი რამე. აი როგორც კაცობრიობამ დაუშვა შეცდომა, რომ ატომური ენერგია გამოიგონა, ეხლა ადამიანი უშვებს შეცდომა იყო. იმიტომ რომ ადამიანი მე ასე მიმაშინე, ეხლა შეიძლება არა ვასწავლო, მაგრამ მიმაშინე, რომ ნახეთ რა მოხდა. ადამიანებმა განადგურების საშუალება შექმნეს. კი, საკუთარი თავის მოსპობის. ხო, საკუთარი თავის მოსპობის. ახლა უფრო დიდ საფრთხეს ვეთამაშებით. ადამიანმა ისწავლა გარემოდან ენერგიის მოპოვება ვაკუუმის ენერგიის გამოყენების სახით. ვაკუუმის ენერგია ეს არის ჯინი, რომელიც არ ვიცით რომ არსებობს, მაგრამ იმას თუ ვაქცევთ დენად, ის არის უზარმაზარი ენერგია. რას ნიშნავს ეს? ცნობილია რომ პატარა ერთი მუჭის ოდენა მოცულობაში იმხელა ენერგია, რომ ოკეანეს აადუღებს. იმიტომ არ არსებობს, იქ არის ფოტონების ენერგია. არ არსებობს სიცარიელი, არაფერი არ არსებობს, არაფერი დედამიწაზე არ არსებობს, სიცარიელი არ არსებობს. სამყაროს აქ არსებობის ორი ფორმა, მასის და ენერგიის სახით. მასა გადადის ენერგიაში, ენერგია გადადის მასაში. მასა შეიძლება გაქრეს და იქცეს ენერგია. შეიძლება ენერგიიდან დაიბადოს მასა. სამყარო იბადება პატარა მოცულობიდან, იმხელა ის არის, შეიძლება უცებ აფეთქდეს და შეიძლება გაქრას. აქედან გამომდინარე, ადამიანებმა შეიძლება იმდენი იმაინოს, შეიძლება ჩვენ მზის სისტემა ავაფეთქოთ. ისეთნაირ ენერგიას დავაჭიროთ თითი, რომ წავიდეს უმართავი რეაქცია და როცა კოლაფსები არა გამორიცხულოს, სადღაც სამყაროები ქრებოდა, სადაც ცივილიზაციები იყოდეს და ააფეთქეს. რაღაცები ხდებოდა, რაღაცის გამო. ასეთი რამეს ვეთამაშებთ. კაი, ფრთხილად თუ გამოიყენებთ ამ ენერგიას, ნელ-ნელა დათბება. და
გადანება ყველაფერი. იმიტომ რომ ეს არის მიზინებული ენერგია და ის იქცევა სითბო. ის გადადის დენში, დენი მოგცემს სითბოს. და ნელ-ნელა ტემპერატურა, მაინც ნელ-ნელა დაუყავს. ან უცებ ავაფეთქებ დედამიწას, ან ნელ-ნელა მოვსვამ დედამიწას. ამიტომ მე ვაბობ პირდაპირ. ენერგია უნდა მივიღოთ ან მზიდან, ან სითბოდან. სითბო იგივე მზის შედეგია. ვიღაცებს გონიათ რომ ჰიდროელექტროსადგური სხვა ენერგია, ჰიდროელექტროსადგური მზის ენერგია წყალს მზეთუნბავს. მზე სითბო ღრუბელს აორთქლებს, ის ისევ ეს ცირკულაცია. ის მზის ენერგია სხვა ფორმით მზემატუმბა ის ცაში წვიმა დაეშვა და იქცა ხო ენერგია უნდა მივიღოთ მხოლოდ მზიდან და მზის სითბოდან. არ შეიძლება სხვა ენერგიის გაღვიძება. ჩვენ გავაღვიძეთ ნავთობი და დავათვეთ დედამიწა, დავწვით. მიწაში რაც გავაღვიძეთ, ურანი გავაღვიძეთ, ატომი დავათვეთ. არ შეიძლება მიზინებული ენერგიების გაღვიძება. ჩვენ უნდა დავკმაყოფილდეთ მხოლოდ მზის ენერგიით. მზის ენერგიით. ის მოქმედია და ეს რეალური. ის ბუნებრივი ენერგია და საუკუნეების განმავლობაში დედამიწა მისწავლა როგორ უნდა იყოს მზესთან. რამდენსაც იღებს ის გარკვეულ და ასხივებს უკან ბალანსია სამყაროსთან და დედამიწის ტემპერატურა. ეს რაც ვისწავლეთ, წვა, ნავთობის, ქვანახშირის ეს ყველაფერი, ამ ყველაფერმა დაათბო დედამიწა და ეხლა მე იპოვეს ატომი და ეხლა ვაკუუმის ენერგიას მიაგნეს და გველახად ვეთამაშებით ჩვენ სამყაროს და დავუყავთ დედამიწას. ამიტომ ვიზახი, ვიქონოთ მოთმინება ჯერჯერობით დავკმაყოფილდეთ მზის ენერგიით, შეიძლება შენობაში შევიყვანოთ აი პანელებით, მზის პანელებით ენერგია და გავაკეთოთ ფერმები, ვერტიკალური ფერმები და ამასობაში ჩვენ გვაქვს კიდე სხვა ტექნოლოგია, სითბო და როგორ მივიღოთ, როცა მზე არ ანათებს, მაგრამ თბილა, ხო, იმ გარემოს ოთახი სითბოს ესე ცივი გარემო და რომ მივიღოთ, ეს ჩვენ მიღებული გვაქვს, მართალია ის სუსტია. მაგრამ ის არ არის ჯინის გაღვიძება, ის არის სითბოდან მიღებული ენერგია. ჩვენ არ ვაღვიძებთ ჯინს. ეს სუსტი ენერგია უფრო, მაგრამ ესაა ეკოლოგიურად სუფთა ენერგია. ყველაფერი განაჩენი, რაც არის ტესლასთან დაკავშირებული, ეს არის საშიში, მეგობრებო. ტესლა გენიოსი იყო, მაგრამ ტესლას ტექნოლოგიამ შეიძლება დაღუპოს დედამიწა. ამიტომ გულში რომ ჯიხს ირტყავენ ტესლაო, ტესლა რა თქმა უნდა გენიოსი იყო, მაგრამ ატომის გამოგონებების გენიოსი იყო. და ვიცით რაც მოხდა, ხო? ყველაფერი რასაც ადამიანი აღმოაჩენის, არ არის ადამიანის სასიკეთო. ჩვენ ეს ცოდნა უნდა გამოიყენოთ სასიკეთოდ. თუ არა და ადამიანებს ხელში არ უნდა ჩაუგდოთ ისეთ სათამაშო, რომელიც მას დაღუპავს. ამიტომ მე ვეუბნები ჩემ კოლეგა მეცნიერებსაც, ჩვენ მოსახლეობასაც ვიყოთ ფრთხილად და ვიყოთ იმედიანად, თუ კი ვიქნებით ფრთხილი. ყველაფერი გადაწყვეტადია, თავარია მოვინდომოთ. ეხლა თავარ ოპონენტს შევაჯამებინოთ. მე მაინტერესებს ყველაზე უფრო მისის პოპულარობა თუ შეიძლება. ამაზე გვეტყვენ ჩვენი მეგობრები, მისის პოპულარობაზე. კი, ბატონ გიან უბრალოდ ყოვლისა მიწის მკურნალობა სამი კუთხით, სამი ასპექტში უნდა იმართოთ. პირველი მიწის მკურნალობა, ეხლა წარმოვიდგინეთ, რომ მცენარის ფესვები, რომელიც ვაზის ფესვები 10 მეტრას სიგანეზე და 10 მეტრას სიღრმეზე ჩადის, ხო? ის ეძებს სწორედ რამდენსაც გასხლავდა, რამდენსაც იმასავს, იმდენი ჩადის ქვევი და იმდენი ხო, ეძებს წყალს, ეძებს მიკროელემენტებს, ეძებს ყველაფერს. ამაში ეხმარება დღევანდელ დღეს აბსოლუტურად დადგენილია, რომ ამაში ეხმარება მოძიებაში და სიმბიოში ეხმარება მიკროორგანიზმები. ტრილიონობით მიკროორგანიზმებია სიმბიოტიკები. მეტი თუ არ არის. ხო, მეტი თუ არ არის. ესე იგი, პრაქტიკულად აღმოჩნდა ქვედა ინტერნეტი აღმოჩნდა კიდე მცენარეები ერთმანეთს
არა, ერთმანეთს აცნობებენ, თურმე თუ როგორი ბრწყინვალე ექსპერიმენტები გააკეთეს. ხო, ქვევით ინტერნეტი აქვს, ერთ მცენარეზე რაღაცა მავნებელი რო იმასთან გააკეთეს, რამოდენიმე მეტრის დაშორებით, სხვამა უკვე წინასწარ მიიღეს ზომები, რომ მომზადებული იყო ნამისის. ეგ ჩვენ ნელ-ნელა იხსნება ღმერთის შექმნილი ბუნების რაღაცა ზღაპრული ურთიერთქმედებები და ისინი და ჩვენ უბრალოდ წარმოდგენას კი არა. მოწყალოჭრის ყველაფერს. იქეს დეინახავს მოჭრის მოსპობს. ამიტომ მისი ფასი ღირებულება არის. აბსოლუტურად გეთანხმებით. შესაბამისად, ყველაზე რთული ხამქიმიკატებისგან გასუფთავება კი არ არის მიკროორგანიზმების აღდგენა იმ სიმბიოტური, რომელიც აი სწორედ აი ამაში ჭიაყელა რატომ მინდა ეგ ამბავი, იმიტომ რომ ჭიაყელა ამას ამდიდრებს კიდევ იმ მიკროორგანიზმებით, რომელიც ჭიაყელას ეხმარება გადამუშავებაში. იმიტომ რომ ჭიაყელას იმაში აღმოჩნდა კიდევ უამრავი ის მიკროორგანიზმები, რომელიც ყველაზე პათოგენურ ფეკალიებსაც კი, ღორის ფეკალიებს ტოქსიური იმებით იყო სავსე თურმე ამ ბაქტერიები და იმით და რო გადაამუშავებინეს ჭიაყელას აღმოჩნდა რომ ის გაქრა ისინი გადავრეული იყვნენ ისინი ესე იგი ჭიაყელამ როგორ გააკეთა მათი ჭიაყელას კი არა ეს პროდუქტი ის არ არის რაც დაიბადა. არა, ეს უბრალოდ ხო, ის უბრალოდ გაუნებელდა ჭიაყელაში არსებულ იმ მიკროორგანიზმებთან. ანალოგიურია ჩვენს იმაში, იმიტომ რომ ჩვენ თუ 10 ტრილიონი უჯრედი გვაქვს, 100 ტრილიონი ისა მიკროორგანიზმია ჩვენს კუჭნაწყლის სისტემაში, რომელიც განსაზღვრავს ჩვენ კარგ განწყობას, ესე იგი ჩვენ სტუმრები ვართ ამ მიკროორგანიზმების და ისინი განაგებენ და ჯაჟე განწყობას, ყველაფერს, ჩვენ ჯანმრთელობას იმაშობენ, იმიტომ რომ 85% იმუნური დაცვის სისტემისა აქ არის განლაგებული კუჭნაწყლის სისტემაში. შესაბამისად, მთელი ჩვენი მიმართულება, აი ახლა ჩვენი სამეცნიერო გუნდისა ის არის, რომ აი ეს აღვადგინოთ ეს მიკროორგანიზმები, მივცეთ მას სწორედ ის, რაც სასარგებლო მიკროორგანიზმებისთვის, ის უჯრედანა, ის მიკროელემენტები და ისინი, რომელიც მათ პოპულაციას გაზრდის და ისინი თვითონ მოულიან იმ პათოგენებს და იმებს. იმიტომ რომ ველური მეებს, ბალახის ჭამელ ცხოველებს, რომელიც დაბინძურებულ წყალსაც სვამენ და ვინ ეცხავს იმას, იმ ბალახს და იმას, ისინი რომ იმაშობია და ბაგაზე დაბმული ანტიბიოტიკებით გაზრდილ ძროხებს და იმებში უფრო მეტი ავადმყოფებია, ვიდრე იმ ველურებში. რატომ? თურმე იმ ბალახში ყოფილა ის იმუნური დაცვის სისტემა დამხმარე. ზუსტად. სწორედ მაგიტო გამიხსნეს აი ამ აღმოჩენაში ნატურალური ვაქცინების კომპოზიციის გახსნაში გამიხსნეს გერმანელებმა ინსტიტუტი დასავლეთ გერმანიაში. რატომ? იმიტომ რომ ყველა მიხვდა რომ ბიჭო იმ მილიარდობით ველურ იმებს იმიტომ რომ გენიოსი იყო სერგი დუმისი აკადემიკოსი პირველი ისე პრეზიდენტი რომელმაც კითხა მე ახალგაზრდა იმას რომ ხო კი აბა მაგასთან მიმიწვია თავის იმაში და თავის ინსტიტუტში და დამავალა იქ შეიძლება ითქვას, ოღონდ დახურული იყო ირაკლი მენაღარიშვილი მაფინანსებდა გივი თალაკვაძე და აკადემია მაფინანსებდა, ოღონდ დახურული იყო ისა, იმიტომ რომ ისეთ იმაზე გავედით, რომ პრაქტიკულად აღმოჩნდა იმ სცენარეში ჩუმი გენები, რომელიც ჩვენ იმუნური დაცვის სისტემას აძლიერებს და ამავე დროს მიკროელემენტები და ისინი, რომელსაც საჭიროა ჩვენი იმისთვის, ხო? ესე იგი პრაქტიკულად ის, რასაც ცხოველზე აღმოვაჩინე, ანალოგიურია ყველაფერი ჩვენთვისაც. ამიტომ პირველი და უმთავრესი რაც არის ახლა ჩვენთვის, რომ ტესტების და იმისგან აკრძალვა იმ გაგებაში, რომ რაც შეიძლება სწრაფად აიგზალოს ეს ტონობის შხამქიმიკატები, რაც ბატონ ზურაბმა შეიძლება ჩამოაყალიბა, აიგზალოს როგორც სიკიმის შტატში აიგზალა, თუ ინდოეთის სიკიმის შტატი 2016 წელში გახდა 100%-იანი ორგანული მსოფლიოში პირველად და 2018-ში ოსკარი მიიღო ფაოსი ამ სიკიმის შტატმა. დალოცულო თითო სოფელში არის მე მგონი ინდოეთში ქართველების თითო სოფელშია მე მგონი მეტი ის პოპულაცია. თუ იმათ არ ეშინიათ რომ იმას კი არა, სამაგიეროდ 350%-ით გაიზარდა ბიოპროდუქტების მსურველების ტურისტები, ფულიანის ტურისტები და
იმათ უფრო მეტი მოთხოვნილება ჰქონდათ ამ ბიოპროდუქტებზე, ამ ტურისტებს და იმებს და ჩვენთან ჩამოდის, რა ვიცი, ახლა ყველა რუგზაკი დაიმიდა, ფეკალიების მეც არაფერს არ გვიტოვებს და რა ჯანდებათ გვინდა ეგეთი ტურისტები და ისინი ეს ღია პისაპ ტურისტები კი არ ჩამოდის, უკვე საცხოვრებლად ინდოელები ძალზე განსაკუთრებით ქუჩებში. ეგაც. და ამიტომ ჩვენთვის უმთავრესია რომ ჩვენ ერთს მივხედოთ, ჩვენ პატარა ერთს, რომელსაც ბატონ ზურაბმა ბრწყინვალე ჩამოაყალიბა, რომ გამრავლების ინდექსი ტკინდება, აი ამ ულტრაპროცესებული საკვებით, რაც ამერიკაშია, თქვენ სწორედ ზანით, რომ აქ ჩვენთან იქნება ვარესი. ვარესი მე რამდენჯერ. რამდენი მაგდონალდის ისენია და რამდენი ტრანსხიმების გაკენილი ისენია და ჩვენ იმებს რამდენი გადასახლელი და ნარჩენი პროდუქციას გადამუშავება მიდის და ის სპეცების საშუალები დამას სურნელოვანს გახდიან და მიდის მუცელში. უდანაკარგო პროდუქციას აკეთებს ის ველოსიპედებით რო დააქვთ. რა ქვია მაგას დღეს? კაცო, ეს ბრწყინვალე კაცი ორივე რატო დავაჯინეთ იქით გვერდზე არ ვიცი. ვერ ვდებით ამ აკეთა, ამიტომ მე შემიძლია გავიდე და ესე მაგრამ რას. თუ გნებავთ კითხვები ბატონ ზურაბთან, მე გავუცვლი ბატონ ზურაბს სიამოვნებით. არა, კითხვების მეტი რა არის? საუბარში იბადება ყველაფერი. ბატონ ზურაბი მაინც გურნიშიზე რომელ წლებში შეხვდით და რომელ წლებში ხდებოდა ეს აქცია? ჩემი ისა მე მიმიწვია გადამიყვანა მე ჩემი ასპირანტურა და ის სხვა შორის ძალიან კარგი ტრადიცია იყო რომ აკადემიკოსმა პეტრე კომითიანმა ჯერ პირველ კურსიდან წაგვიყვანა ლაბორატორიაში მე ერთი წამით მესამე კურსიდან უკვე ლაბორანტებად აგვიყვანეს უკვე და მუშაობდით იქა კარგა გვარიანად იმაზე ისე იგი პარტიკულარ სტუდენტებს გზდიდნენ უკვე ხელფასის მოგცეს ხო ამის შემდეგ მე ასპირანტურა ფიზიოლოგიის ინსტიტუტში დავამთავრე და დავიცავი იქ და მე ამის შემდეგ გადამიყვანეს ბატონ სერგემ თავის ჩემი ადგილით გადამიყვანა ცენტრთა ბიოქიმიის ინსტიტუტში და გამიშვა სადოქტოროზე იმაში ეს იყო 91 ხო ეს ფიზიოლოგიის ინსტიტუტი და კიდევ მეორე ინსტიტუტი თქვით ცენტრთა ბიოქიმიის ინსტიტუტი აღარ არის არა ფიზიოლოგიის ინსტიტუტი კიდევ არსებობს მაგრამ ხუზღაფავს რამდენი ინსტიტუტი დაიხურა უამრავი და ცენტრთა ბიოქიმიის ინსტიტუტი დღევანდელ დღეს რობერტ კენედი ოცნებობს ეხლა მე როცა პირველი შედეგები მივიღე ენერგეტიკაში მაშინ ჩემი ინსტიტუტს ქონებოდა საქმეო სუპერერნა 2008 წელს მივიტანე ჩემი პირველი შედეგები ახალი სამეცნიერო ვიცოდი შენობის საქმეოს მიპირებდნენ და უთხარ მეთქი თან პროექტი მქონდა გაკეთებული პატარა ლაბორატორიის ცენტრის კვლევითი ენერგეტიკა ალტერნატიული ენერგეტიკის და უთხარი ამ ნაციონალური მუზეუმის საქალაქო ორგანიზაციას დაუდე წიგნი და პროექტი შევიტანე ქალაქში და უთხარი რომ ვაშენებ ახალ პატარა ენერგეტიკულ ცენტრს მინდოდა კვლევები მარტო ქაღალდი და პასტა მეცნიერის ლაბორატორიას უნდა ხო და ესე და თანად გმოვთხოვე ვიცოდი რომ თავდასხმას აპირებენ და იქით უთხარი ქონება წამართვეს პროექტი გამიუქმეს ეს ჩემ ქუთაისში აი თქვენ ამბობთ ორი ინსტიტუტი უკვე ფაქტობრივად რამდენი ინსტიტუტი გაანადგურეს მე რა თქმა უნდა ვეთანხმებ იმას რომ უნდა მოხდარიყო რეფორმები მეცნიერებასა და განათლებაში მაგრამ ყველაფერი მოიყო შედეგზე ორიენტირებული აი ახლა მაგალითად თავარი კრიტერიუმი რა უნდა იყოს უნივერსიტეტის ჯერ ერთი მისი კურსდამთავრებულები როგორ რამდენად საქმდებიან ხო რამდენად საქმდება კურსდამთავრებული და როგორია იქ მეცნიერება ხო ასეა ორი მთავარი კრიტერიუმია ერთი აღზრდილი სპეციალისტები საქმდება თუ არა ასე რომ ასწავლი და მე მეცნიერება თუ გივარდა ესაა უნივერსიტეტი ყველა დანარჩენი პარამეტრი ფორმალურია იმისათვის რომ ამ ორ მიზანს მივახციოთ თუ ეს პარამეტრები ფორმალურად დაცულია მაგრამ მიზანი მიღწეული არ არის ეს იმას ნიშნავს რომ ფული იფლანგება თუილად შედეგი თუ არა რადგინა ლამაზი კორპუსები კომპიუტერები ბიბლიოთეკები თუ მიზანი მიღწეული არაა და შენი კურსდამთავრებულები არ საქმდებიან და მეცნიერება არ ვითარდება ორი პარამეტრია სულ საჭირო
შეამოწმონ ინსტიტუტების კურსდამთავრებულები რამდენი პროცენტია დასაქმებული სპეციალობების მიხედვით თქვა, აი ვისაც თქვა კაი პროცენტია, ის კაია, ვის ელემენტარულია და მეცნიერება კიდევ. აი უნივერსიტეტის ორი კრიტერიუმი. ამაზე მე დავწერე, ხო? ალბათ არც კი წაიკითხეს. სკოლებზე დახარჯეს 60 მილიონი რეფორმაზე. როგორ შეიძლება გოგებაშვილს შეეხო? ან თუნდაც იმ ხო, ალგებრას რა თქმა უნდა, ლამაზად გამოეცი, ლამაზის აღებავით, მაგრამ რატო ცუდ მეთოდურად, რატო აჩეხთა ჩეხი? ამოიღეს ძირითადი რაღაცები. შვილებს გენოციდი მოგვიწყვეს ჩვენ, მეგობრებო. მეცნიერება გაანადგურეს. შვილებს ასწავლენ იმას, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ და ზდიან პოლიტიზირებულ კაჭკაჭებს. მე ვამბობ, ეს არის შეტევა ერის მენტალობაზე. ერის მენტალობაზე შეტევა უფრო მძიმეა ვიდრე გენოციდი, იმიტომ რომ გენოციდი ერს კრავს ერთ მუშტად. როცა ერს ანადგურებენ ის დანარჩენი ნაწილი და როდესაც მენტალობას შეუტევ, ერი ნელ-ნელა ჩადენია დიდი დანაშაულიდან და გამოვიხიზოთ. გამოსავალი გითხარი, იმიტომ რომ ეს თავარი არა მეგობრებო. დაზაფრა, არ მე გამოსავალი დებენ. თუ არ დავიზაფრეთ. თქვა არა მე რო თქვა გამოსავალი იყვნენ, ამან ახლა ეს თავს იმედებს. მე გეუბნებოდ ხედავ პრობლემას. გამოსავალი გითხარ, სწორი შედეგზე ორიენტირებულად უნდა იყოს ყველა საქმეში შედეგი. და არა პოტიომკინის სოფელი, ლამაზის შენობა. მე გეტყვით კიდევ ერთ რაღაცას. იმ რეფორმების მერე 2012 წელს მე შევმოწმე ჩვენი რეიტინგები უნივერსიტეტების. ჩვენ დედა უნივერსიტეტი იყო Webometrics Info არის ასეთი საიტი. 3000 უნივერსიტეტის მერე და ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები გვისწრებდა გარდა აზიური რესპუბლიკებისა. ბელორუსია, პრიბალტიკა და უკრაინა ეგენ ყველა გვისწრებდა. გარდა შუა აზიური რესპუბლიკა ყველა გვისწრებდა. ბენდუქის უნივერსიტეტი იყო 11000 უნივერსიტეტის მერე. ქაბულის უნივერსიტეტი იყო 6000-ის მერე. ქაბულ, ავღანეთის და ბანგლადეშის უნივერსიტეტები უფრო წინ იყო ვიდრე ბენდუქის, სადაც 1000-ობით ახტევიებენ. ეხლა ჩვენი უნივერსიტეტი არის 800 უნივერსიტეტი წინ წავიდა. მაგრამ მაინც ესაც არაა საკმარისი, მაგრამ იმ ხელა ორმოში ჩაგვაგდო იმ გაუაზრებელმა რეფორმებმა, ხალხმა ეს არ იცის, რომ ეს გენოციდი იყო სინამდვილეში. ეს იყო გენოციდი. ნამდვილად, იმიტომ რომ ესაც შეგნებულად ანგრევენ მეცნიერებას, კვლევით ცენტრებს. ეს შედეგი ჯერ კიდევ არ მიგვიღია ჩვენ. ჩვენ მთელ რიგ სფეროებში სპეციალისტები აღარ გვყავს. და შეიძლება ვეღარც გავზარდოთ, იმიტომ რომ აღმზრდელი აღარ გვეყოლება. მასწავლებელი აღარ იქნება. ამას დანახვა უნდა და რომ დროზე ყველა მეთად ვიფიქროთ, რომ ახლა მე რო თქვა რესურსების გაცემა, ახლა ეთქვენ უკვე ეს უკვე პროგრამა წარმოგვიდგინა, არა მეგობრებო. მე იმიტომ ვზაფრა რომ გონება გავაგზავნოთ. ჩვენ ხანდახან ვერ ვხედავთ სწორედ პრობლემას. ძალიან და ოპონირებას გაგიკეთებთ. გამიწევთ. თუ შეიძლება. კი ბატონო. ბატონო ამირანტ, იცით რომ ჩემი უდიდესი პატივისცემაა თქვენს მიმართ. ამიტომ კოლეგიალური ოპონირება რაც ბატონ თეიმურას მიესალმება ამ იმას. პირველ ყოვლისა მე გაგახსენებ თქვენ უფრო მძიმე მდგომარეობას, როდესაც წერა-კითხვის უცოდინარი იყო ჩვენი ერი. და იმ საღათმოაზროვნე დიდებულმა ქართველებმა დაიწყეს წერა-კითხვის საზოგადოების ჩამოყალიბება და მაშინ რომ ინტერნეტი ყოფილიყო, მაშინ რომ ის ყოფილიყო, ხო, რა ბედნიერები იქნებოდნენ, ისინი რა სწრაფად შეასწავლნენ, ხო? და შესაბამისად, სწორედ დღეს არის ის დრო დამდგარი, როცა ჩვენ მეცნიერებს და ყველა საღათმოაზროვნე პიროვნებას გვევალება, რომ ვაჩვენოთ გზა კრიზისიდან გამოსავალი სწორედ ეგ არის და თქვენ თუ იცით პროგრამა და არაჟღერთ, მაშინ მე თქვენ დაგადანაშაულებთ პირადად, რომ გამოსავალს არ ეჩვენეთ. დაზაფრა კი არ არის მთავარი ჩვენი. გამოსავალია მთავარი დღეს განსაკუთრებით როგორც მაშინ გააკეთეს წერა-კითხვის უცოდინარები. ორიენტირებულად ვეძღვნა. ესა გამოსავალი. შედეგი თუ არა, შედეგი. ფორმალურ რაღაცები ჩვენ ყველაფერში ფორმალურ ციფრებს ამ ადგილზე ვარ. ეს ამას ესეთი უნივერსიტეტი დღეს ჩვენ გვაქვს
შედეგზე ორიენტირებული წარდგინება პროგრამების და ძალიან აქ თხოვთ დღევანდელ დღეს ნუ დაზაფრავთ და ნუ ჩვენ დავამთავროთ ისე რომ ჩვენ მოგვეხმარეთ ვერტიკალურ ფორმაში თქვენი დიდი ინტელექტი გამოიყენეთ აი ამ შედეგისთვის როცა ჩვენი გუნდი აკეთებს ჩვენი გუნდი სწორედ ჩვენ დაგიდეთ შედეგები დაგიდეთ ისინი რასაც საზღვარგარეთაც არ არის ჩვენ დაგიდეთ ის შედეგები რომელსაც ხელგაშლები ისე ნაშვებიან საუბაროდ არა ეს ჩვენ უნდა დავდოთ და ჩვენ სახელმწიფო უნდა დადოთ ჩვენ დაგებული ვართ ეს არის უკვე ხო ეხლა სწორედ იმიტომ რომ სახელმწიფოს კი არ გაუკეთებია წერა-კითხვის საზოგადოების შექმნა იმ ინტელექტუალებმა შექმნეს იდროს ეს წერა-კითხვის საზოგადოება იქნებოდა მშობლები ნატრობდნენ რომ შვილისთვის განათლება მიეცა და საშუალება არ ჰქონდა დღეს ვატენით განათლებას და ინტერნეტში იყურებიან ძალიან ცუდი შედარება სულ სხვა ეპოქა იყო ადამიანებს ენატრებოდათ განათლება წერა-კითხვა არ იცოდნენ და ყიდიდნენ უკანასკნელ კამერს რომ შვილის ან ღმერთთან მიებარებინათ ან გიმნაზიაში გაეგზავნათ ვაჟა-ფშაველა რომ გაეგზავნათ სასწავლებლად კულაკ დანიელმა სპეციალურად იშხუბა ფული ააგროვა და გააგზავნა სხვა მოთხოვნილება იყო დღეს ცოდნის ზღვა მოდის და არ უნდა გაგება სხვა პრობლემაა სხვა თაობა სხვა საუკუნეა არ ვარგე ეს ისა პრობლემა უფრო ჩვენ უკვე წაგვართო აი ამან ახალგაზრდობა აი ამან ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ ჩვენი ახალგაზრდობის 99% ამაში იყურება დღეს არ უყურება ზომბირებულია აი ამან აი ამ ინფორმაციის ოკეანე ახალგაზრდობა წაგვართო ჩვენ შედეგები დადებული მე თქვენ გუნდში არ ვიქნებოდი გუნდთან რაშუაში მე ბრაზდები იმაზე რომ სახელმწიფო შედეგებს ვერ ხედავს შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს სახელმწიფო ეს ყველაფერი უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული აი შედეგი მაგრამ ეს შედეგი უნდა იყოს თელ ქვეყანაში და არა აი მაგიდაზე ამაზე მე გამგებმა უნდა გაიგოს იმიტომ ზაფხულობ რომ ჩვენ შეიძლება ბევრი ველაპარაკოთ თუ არ გავზაფრეთ ამას არ მოусმენ ხალხმა უნდა გაიგოს აი რა ხდება 90% მიწების ორ მოწამლულია რა გვეშველება ეს გენოციდი არ არის შეიძლება რა გვამბობთ რომ გენოციდია ეხო გენოციდია მე რა ვუთხარ ხალხო გენოციდია ამერიკის ეს სურათი ჩვენთან უარესია ხო კი ბატონო მე არა აი განგაში შემოსაკრავი ამაზე მე განგაში მე ვამბობ რომ განგაშია შემოსაკრავი თუ ასია საქმე მაშინ ვიყופენ ბანკაშია ხო მე რატომ ზაფრა მე წერტილი მინდა შედეგზე მივიდეთ აი დღევანდელმა ციფრებმა უნდა გამოიწვიოს განგაში თქვენ უკვე შედეგის დადეთ იმიტომ რომ რჩევა მიეცით რომელი როგორი ენერგიების გამოყენებით ჩვენ ამაზე მადლობა გვინდა გითხრა და ის ზედმეტად აი ამ ღია ეთერიდან დაზაფრვა ეთერიდან დაზაფრვა საქართველოს გაიგოს რა ხდება გოპამი ქვეყანას გუპელო მომავალ თავო გუპელო ქუჩაში ქართველი აღარ გაიცა და აიღო ახალგაზრდობას ახალგაზრდობას მე მინდა რომ ასეთი რამე ვთქვა ჩვენი გამოსვლაში არაფერი საწინააღმდეგო არ არის არც ყოფილი მთავრობის არც დღევანდელი მთავრობის მთავარია რომ ვინც არის დღეს ამან გაიგოს ის რაზეა ლაპარაკი და ჩაწვდეს ამას და არ არის ის შეცვლა არ გვინდა და არც თქვენი პოლიტიკა გვინდა ბატონებო სანამ ეს 200 პოლიტიკოსი და სალსალკე რო ხართ არაფერი არ გამოვა გადადით ამერიკის მოდელზე და იყავით დემოკრატიული და სოციალისტური დაწყნარდება ქვეყანა შეცვლაზე კი არა ხო ის რაც გამიკეთეს ეს გადადეს 2008 წელს ეს ინსტიტუტები ყველა ხელისუფლებამ დახურეს ყველა აბა ვინ დახურეს და იმან ვინც დახურეს ისინი ბევრი დღესაც ხელისუფლებაში ის სხვადასხვა დონეზე დღესაც კი ბატონო ეშინია ნაცვადები იმან ისე ჯორა დავიჭირო იმან სიმართლე კი ისინი ჯან აღიარო და ცოტა გვერდზე მიიწიო და ჯანსახავს დავთვალ ადგილი ამაზე თავი შეცვლაზე დიარა ლაპარაკი იმადია რომ არა შეიძლება ზოგმა გაიგოს ბევრია ესეთი ვინც ზის ვინც ინსტიტუტები დახურა შოგმა გაიგოს ჩვენთან რა უნდა და რა ჩვენ რა დავაშავეთ არავინ არაფერი არ დააშავა მოისმინეთ იმ ხალხისგან ვისაც გამოცდილება მიღებული ისტორია არის გაკვეთილი ყველასთვის და ეს ისტორია ვინც იცის
ყველა ჭკვიანია და ვინც არის ის იმას ჰაერში დაფრენავს. ეხლა მე მინდა ბატონო თენგიზ ერთი შენიშვნა მოგცეთ და თუ მიიღებთ კარგია თუ არა და მე ვწდები. უალკოგოლო ღვინო საერთოდ არ არსებობს ბუნებაში. ამიტომ ღვინო არის ალკოგოლიანი და დავარქვათ იმას ის სახელი ღვინოსგან რასაც მივიღებთ. რაც გინდა დაარქვით. უალკოგოლ ღვინოს არ გაიგებენ როგორც დღეს არ ესმის ახალგაზრდობას ერთი რამე მე მითხრეს რომანი ბიძია აი ღვინო არაყი ეგენი ერთი თუ რა საწამლავს ვამთ გასინჯე აი ის ანაშის ფოთოლია თუ მე შემომცალ გასინჯედან ახალ კაცი გახდები უცბატო და ამ დროს მე ღვინოს ვამდი ჭიდაობის პერიოდში მოსამზადებელი ეტაპი საქართველოში თუ რუსეთში მივდიოდი მიმქონდა 30-25 ლიტრა ღვინო და ვარჯიშის შემდეგ ამას სვამდი სადილზე სვამდი ერთ ჭიქას და დანარჩენი 4 კაცი მინდა ეგინიც მესდამალევინებ და მწვრთნელები იჯდნენ არასდროს შემჩნევა არ მოუწიათ იცოდნენ რომ ღვინო სვამდით მაგრამ ჩვენ შორის ვინც ის და არასდროს არ აფრთხილებდნენ სუნთქვა არა აქვს და ისაო სუსტიაო და ვიყავით 4 მსოფლიოს ჩემპიონები ოლიმპიადაზე ერთ მაგიდაზე და ღვინო სვამდით იმიტომ რომ ეს ღვინო მე მშველოდა და მივაჩვე იგინი რა მშველოდა იცი განსაკუთრებით მაშინ როცა დაღლილი ხარ და ფეხზე ძილი გირჩენია და ამ ღვინოს თუ დაამატებ ისე დაიძინებ და ისე გაგეღვიზება ენერგიით უზარმაზარით და სხვათა შორის გივე კარტოზიას რო აუხსენიესა ღვინოს სვამმეთქი შავს ხარ სვამდიოდა რატომ მეთქი და მეს მაგას ვაკეთებდიო შავ ღვინოს სვამდიო და შავი ღვინო იყო ეს სამალი ჩემთვის და არასდროს გაფრთხილება არ მიმიღია ცუდად ჭიდაობ აი ეს არის ღვინოს შედეგი ჩემთვის ერთი წამით ახლა დავამატებ რა პირველ ყოვლისა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა თქვენი ოპონირება მუსულმანური სამყარო ჰალალ ღვინოს ეძახის უალკოჰოლო ღვინოს და უზარმაზარი სამყარო მუსულმანური სვავს ჰალალ ღვინოს უალკოჰოლს პირველი მეორე თვითონ ღვინო არ განისაზღვრება მარტო ალკოჰოლის თვისები და ალკოჰოლზე აქვს თუ აი ეს ისა თუ ვინც ზომიერად სვავს აი როგორც თქვენ და კატოზია და ესენი ეს არის უნიკალური თლიანად ხო თვისების ყველა ის ელექსირები შედის ორგანიზმში და აღადგენს იმ კუნთოვან სისტემას რომელსაც გადაღლილია და ისონებს და ხდება ადენოზი ტრიფოსფორის ჟავა რომ ენერგია მოგივიდეს ნუ კარგია დაღლის შემდეგ რა თქმა უნდა და ამიტომ პირველი ბავშვებში წინათ ბავშვებს ულბობდნენ ხოლმე ღვინოში პურს ბოღლიშოს ეძახდნენ მაგინას და აჭმევდნენ ხოლმე ბებიები აჭმევდნენ ხოლმე ამ ღვინოს ბავშვებს ოღონდ რა არის უთავრესი რომ ჩვენ გვინდა ღვინო იქვე შენახვა არ შეიძლება უალკოჰოლო ღვინიზე ძალიან რთულია შენახვა უალკოჰოლი იმიტომ რომ ალკოჰოლი ინახავს იმ ღვინოს სწორედ და ამიტომ პირველი შეიძლება გაკეთდეს გამოცლა ამ ალკოჰოლისა 1%-ამდე უნდა ჩამოვიდეს რომ იმიტომ რესვერატროლი და ისინი ხსნადობას დაკარგავენ იმიტომ წყალში არ იხსნებიან ისინი ყველაზე დიდი ელექსირები რაც არის საუკეთესო ანტივირუსული და ანტიისენი სწორედ 1%-ამდე 1% არავითარ შემთხვევაში არ დააზიანებს ბავშვებს და შესაბამისად ხსნადი იქნება ყველა ის ალკოჰოლში ხსნადი ის ელექსირები და ბავშვს მიეცემა სწორედ ისა აი სწორედ სტიმულს იძლევა და ყველა ის მიკროელემენტები რატომ იმიტომ რომ კუპაჟი და სეპაჟი სხვადასხვა ღვინოებს რო ურევენ ხოლმე ერთმანეთს აზრი არ არიან ღვინოები რატო ურევენ გემო კი არ არის თავი მიკროელემენტების თელი სპექტრის აღდგენაა იმაში და ეგ არის სწორედ რომ ის მიკროელემენტებია ჩვენი სასიცოცხლო მნიშვნელობა რომელსაც ჩვენ დავიდა MPK-ზე აზოტი ფოსფორი კალიუმზე და გაუბედურა ბავშვები და ისინი სწორედ ამ სასქესოიმის დაქვეითება განაყოფი ყველაფერი არის სწორედ მიკროელემენტების გარეშე პრაქტიკულად არ ახდება ეგ მე ამას მივხვდი ჩემი რატომ გასდა ვიგზენი ღვინოს შემდეგ ერთი ჭიქის შემდეგ
მე რო დავიძინე კარგად და დავდეგი და ისე ვარჯიში წება, ისეთ ენერგიაზე ვიყავი ყოველთვის. აბენოდი და ნებისმიერზე შეიმას რომ ვიდე მსოფლიო ოლიმპიურზე ღვინო მიმქონდა და არასდროს ჩემთვის შენიშნა არ მიუწიათ რატომ სვამო თვითონ წუნელებსაც არასოდეს და ღვინის სუნზე გაგაგდებდნენ შეკრებიდან და მე არასოდეს იმიტომ რომ სწორად ცვალდი და არ ვიცი და ეს იყო ჩემში ამბიანმა მითხრა ეს შეისა ღვინოს რო სვამდიოდა ეს არის ცოცხალი ორგანიზმი მე ძალიან კარგად მახსოვს ძველი გამოთქვა რომ როდესაც როდესაც ერთმა ზურაბ ანჯაფარიძე მითხრა რომ მე ერთხელ ჭურზე დავიჭირე ღვინო ჩავდე ხელიო და რომ მკითხეს ზესტაფონშიო რატო აკეთებ ამასეთ რომ ზესთან კავშირს მომყარებო ეს მისი ის იყო მაგრამ იმერეთში არის ასეთი ჩვენთან საუბრობდნენ რომ ერთმა როცა დაბადიჟა სახში რომ ღვინის გასინჯო მოგავს და მეწვიეო მეორე პიროვნება მუთხრა რომ მე არ მოვალო შენთან და თუ მოვალო ჩემი ღვინით მოვალო კი მაგრამ რატოო და შენ რო ღვინოს წურავდიო შენი სახლიდან ჩხუბი ისმოდა და გინებაო ღვინოს რო წურავ ის ცოცხალი ორგანიზმი ამ მუსიკა და სიმღერა უნდა ისმოდეს ეს არის სასწაული რა ესეა ყველაფერი ეს აგებული და რა ვიცი ბატონ ზურაბ რამე ხო არ გაქვთ თქვენ აგერ დაგითმობთ ადგილს მოგდავრეთ იგივე ღვინოსზე საუბრობ და ორი სიტყვა მინდა რომ ჩვენს მაყურებელს უთხრა ღვინოსთან დაკავშირებით ისევ აი ჩვენ ქართულ ტრადიციებთან რომელიც ჩვენს წინაპრებს ჰქონდა და სწორედ ეს ღვინო იყო და პური იყო აი ის რაც მათ ამ ჯანმრთელობას აძლევდა იმიტომ რომ დაუშხამავი ყურძნისგან აყენებდნენ ღვინოს აი ქვევში რომელიც იყო ყველანაირი სანთლით და ყველანაირი პარაფინების გარეშე რადგან პარაფინი ხო ნავთობისგან წარმოიქმნება და შედის ალკოჰოლთან რეაქციაში და შემდეგ საწამლავი ხდება და შეხება ქონდა ნატურალურ თიხასთან აი ამ ღვინოს ქვევში სადაც მეოთხეული ფაზის წყალი წარმოიქმნებოდა რომელიც ჯერ კიდევ არ იყო აღმოჩენილი და ეს ღვინო იყო სუსტად სამკურნალო და კიდე ის უნდა აღინიშნოს რომ არანაირი ფილტრები მაშინ არ არსებობდა პირდაპირ თვითონ დაიფილტრებოდა ქვევში იმას ამოიღებდნენ და სვავდნენ იმას და ამაში იყო იგივე ის მიკროერენემები სტრესილები და ყველაფერი ჩვენ თუ ამას გავატარებთ ფილტრში აი ფილტრში რჩება ყველა ეს სიკეთე რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს დაუშხამავი ყურძენი და უნდა იყოს ბიოღვინო ისე კი თქვენ ლაპარაკობთ ჭურჭელი არ ვარგა და იმიტომ უშობიან იმას სანთელს და გაგლისავენ რომ არ გეიპაროს ესე იგი უნდა გაძლიერდეს ჭურის ხარისხი რომ ღვინო არ გაატაროს იქით და წყალი არ შემოვიდეს აქეთ ანუ ვიდრე შიგნით ამას გასანთლავ ჯობია გარეთ იყო ეს გასანთლული და შიგნით აბა საიდან გავაკეთოთ ეს ხარისხიანი ჭური სწორედ დაახლოებით 2 წელი დამჭირდა მე რომ თიხაში გავკეულიყავი და აი ეს გამეკეთებინა ამფორა და როდესაც ვნახე მე იგივე განსაკუთრებით დასავლეთში როგორ ამზადებენ ქვევრებს პრაქტიკულად ესენი ყველა უნდა მოისანთლოს რო არ გაუშვას აქედან გამომდინარე უკეთებენ აი ამ სანთელს და პარაფინს ხო და ამიტომ ეს ქვევრი აღარ არის მაგას ჯობია რომ ჩაასხან ღვინო ჩვეულებრივ უჟანგავ ჭურჭელში რა ვქნათ და უნდა დავიწყოთ მუშაობა იმაზე რომ ქვევრის ტექნოლოგია დაიხვეწოს და ქვევრი არ იყოს უხარისხო და გქონდეს ხარისხიანი ქვევრები და სხვადასხვა ჩვენ წინაპრებს რომლებიც აწარმოებდნენ ქვევრებს მე არ ვიცი რა ტექნოლოგიით აწარმოებდნენ მაგრამ ძალიან თხელკედლიანი იყო იმასთან შედარებით რაც დღეს იწარმოება და აი ეს ტექნოლოგიებია დასახვეწი და სახელმწიფო დონეზეა მისახედი ეს საკითხი იმიტომ რომ ამას ჭირდება კვლევები ამას ჭირდება დაფინანსება და ამას ჭირდება სამომავლოდ კი არა დღეს ჭირდება რადგან დღეს მე ვნახე რომ აი დასავლეთში რომ მივდივართ იქ აწარმოებენ ამ უხარისხო ქვევრებს და ძალიან ბევრ ქვევრს უცხოელები ყიდულობენ იაპონიაში მიდის ესპანეთში მიდის ჩვენი ქვევრები უკვე შეფუთულები და გზაზე მე მინახე და ეს სირცხვილია დიდი ქვეყნის ბატონო თენგიზ ხო არა დრამე ინფორმაცია ამ ქვევრების შესახებ როგორ და რა ტექნოლოგია რო დავისვათ და
ეს მივაწოდოთ იმ ორგანიზაციებს, ვინც ამას ამზადებენ და აი შემდეგი ჩემი პროექტი არის ქვევრის პროექტი, აი ამ პროექტს უკვე ეს დამთავრდა და ცოტა ხანში ალბათ დავიწყებთ მუშაობას იმაზე, რომ შეიქმნას ნამდვილი ქართული ქვევრი სრულიად სხვა ტექნოლოგიით. ეს წინაპირობა იმ წარმატებისა რა. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ჩვენ დღეს ძალიან სერიოზული საუბარი ქონდა. კი ბატონო. იმას იმიტომ რომ ეს არ შეიძლება რომ პატარა ჩემი აი რო ამას ახლა ამაზე მაქვს და ერთი წამით ნება მომეცით ბატონ რონა შევეკითხო რომ რატომ ინახავს თავის ღვინოებს სარდაფში ყოველთვის ქვევით მიწასთან ახლო რატომ ქვევრი იფლება მიწაში რატომ იმიტომ რომ ღვინო არ გადამწიფდეს ორიანი რა ახლა ჩემი ღვინო რომელიც მე გამომაგს იქიდან ყველა ცოცხალია და რომ ისა ღვინოს რომ მოხსნით თქვენ თქვით რომ ჭურჭე იმას ქვევს რომ მოხსნით ღვინო ციმციმებსო ღვინო ციმციმებს კი არა ღვინო ლაპარაკობს ცოცხალია ჯერ კიდევ და იმას თუ გამოაცნი ციმციმს ღვინო მკტარია მე ასე დავადგინე ეხლავე მაგას გახსნით მე მუშაობდი აი უდიდეს მეცნიერთან ღვინისა რომელმაც ორი ღვინის ინსტიტუტი გახსნა ბატონ სერგი დულმიშიძე იყო აი ჩემთვის იყო ჩემი ლექტორი იყო მე წამიყვანა თავის ინსტიტუტში და ერთი სიამოვნება იყო მისი მოსმენა და უბრალოდ ერთი ჩემი ძალიან ისეთი საინტერესო უგენიოსესი იყო ქართველი კაცი რომელმაც ქვევრი ჩაფლა მიწაში რატომ იმიტომ რომ მუდმივი ტემპერატურა მიწაში ეხლა უყურეთ ეხლა რა ქნა ზურამ ბატონ ზურამმა ჩაიტანა ეს თიხის ბოთლები უფრო დაბალ ტემპერატურაზე ზღვაში იმიტომ რომ ზღვის ტემპერატურა გაცილებით უფრო დაბალია წნევაც და იქ დავარგებული ღვინო იმაში მე ეს მინდა გავშინჯო ეხლა აუცილებლად ამას მასპექტრომეტრი და იმით გავშინჯავ რომ ამაში გარკვეული დავარგებისას რა ბუკეტი იქმნება აი იმ ტემპერატურაზე იმიტომ რომ რაც უფრო დაბალია ტემპერატურა უფრო ნელამიდის ფერმენტაცია ზევით მოდის და ქვევით ცეცხლში ხო და არა იქ ქვევით არის ერთი უყურეთ რომ რამდენი ისენი უკვე მოეწონათ იმ ზღვის ბინადრებს და აქ დაიმკვიდრეს თავისა აბა ზღვის არის ზღვის ისენია ყველაფერი ხო სამაზაშიტა ორგანიზმა ამ ზღვის იხელთეს დრო და მიესივი ამბობს და იმიტომ რომ მოეწონათ აქ ისეთი ის გამოდის აქედან მაინც ალბათ რაღაცა გარკვეული ისენი გამოდის ფორები და რაღაცა ეთერზეთების მაგვარი რაღაცა ამან მიიზიდა არაფრით არ შეიძლება რომ ამან არ მიიზიდოს ეს ამბავი იმიტომ რომ არაფრით არ შეიძლება რომ ამდენი მიმასნას მოვიდეს და მე რა მინდა მე ვთხოვ ბატონ რომა რომ მე მინდა ვთხოვ რომ ერთი ასეთი ისა მე მინდა რობერტ კენედის დავალეინო და მივსე და ერთად ვაკეიფოთ რა ბატონი რობერტ კენედი აი ამ ღვინოთი რა ეგ იქნება თვითონ ახლა ბიოღვინოთი ასეთი მასში იქნება მისთვის უნიკალური რა და თუ ნებას მომცემთ ამ ტექნოლოგიის გავრცელება შეიძლება საქართველოში ბატონ ზურაბთან ბიჭო აგერ რა ყოლია თქვი ერთი რა ხო რაც შეეხება აი რა იზიდავს ბატონო თენგის მაგაზე მე წლების წინ მაქვს ჩატარებული მწერებზე ხოთაშორის ცდები და აი ყოველთვის მიკვირდა როდესაც შაქარი დაიყრება და ჭიანჭველები რო გაჩნდებიან თუმცა იქ არსად არ არის ჭიანჭველა საიდან მოდის ის სულზე ვერ მოდის მე რაღაც კვლევა მაქვს კიდე წაკითხული ადრე ქინქლა მოდისო 40 კილომეტრიდან აი ღვინის იმაზე ხო ის არც სულზე არ მოდის არც ხედველობით არ მოდის გარკვეული ენერგეტიკული რაღაც შეგრძნებები აქვს საკვებთან მიმართებაში მწერებს განსაკუთრებით ჩვენ ადამიანებს ეგ დაკარგული გვაქვს და სწორედ აი ეს არის რაც მწერების აი იმ ქცევას განაპირობებს და ცხოველებსაც აქვს ზოგ შემთხვევაში მაგრამ მწერებს განსაკუთრებით აქვს როდესაც მოდიან იგივე ყვავილზე რომ მოდის ის ფუტკარი როგორ მოდის ეს მხედველობაზე და სუნზე და ყნოსვაზე არ არის დამოკიდებული სულ სხვა ორგანოებით გრძნობენ ისინი ენერგეტიკულ დონეზე გრძნობენ ეგრე და ეს დამტკიცებულია არაერთი ცდით უკვე უცხოეთშიც აქაც შავატარეთ ეს ცდები და არის ისეთი რაღაც სახში ქინქლა რაღაცა
აგერ დაждდება და ხელს ავიღებ და გარკვეულ დროიდან შო აგრინდება წავ. კი, მანამდე იცის. ხალხო თვალია საერთოდ. კი, მანამდე იცის. ვაფშე აი საინტერესო. მოკლედ საკუთრება საინტერესო საუბარი შედგა თქვენ ხედავთ ბატონებო როგორი ხალხი ყავს ქვეყანას როგორი გამოცდილების მქონე როგორც თეორიულ ასპექტში როგორი აზრებენ და ამავე დროს პრაქტიკულად როგორ აქვთ ყველაფერი მოწესრიგებული ასეთია მეცნიერთა კონგრესი ბატონ რომანი ხშირად საუბრობს იმაზე რომ ბუნების კანონები ჩვენ ბუნების კანონებს უნდა დაუბრუნდეთ და ბუნების კანონები და გეთახმებით ამაში რომ ოთახშია ბუნების კანონების სოდნა ეს არის მეცნიერება თუ არ ხარ მეცნიერებაში თუ არ ხარ მეცნიერი ბუნების კანონები ვერ გექნება ამიტომ რა თქმა უნდა ბუნების კანონი ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ და აი ამიტომ ვამბობთ ჩვენ რომ აი ეხლა რაც რეალურად ჩვენ ხო აქამდე აი ეხლა დაიწყო ეს რთული საუბრები ჩვენ ხო აი აქამდე არ ვსაუბრობდით ამაზე რატომ ეხლა უკვე ამ გუნდს აქვს საქართველოში ყველაზე სუფთა ჯანსაღი ხორბალი მიღებული მარცვალი ამ გუნდს აქვს უკვე რეალურად თეორიული ისეთი რამ აი აგერ ბატონმა თენგიზმა მიწერა რამდენიმე უნივერსიტეტს ის რაც გააკეთა ბატონმა ზურაბმა და გააკეთა ისეთი რამ დაშლა რომ მიწერა ეს მეორე დღეს მიიღო უკვე პასუხი თანაც მან ის კერ გაუგზავნა ჩვენ ეს გვაქვსო მან მიწერა რომ ეხლა მე ამას ვაკონკრეტებ ვიდრე თვითონ არ საუბრობენ მიწერა რომ მე ვიცი თქვენი ინსტიტუტი აი ამიტომაც ჭკვიანი კაცი ეს მან მიწერა ვიცი თქვენი ინსტიტუტი თქვენ მუშაობთ კიბოს პრობლემებზე მოიწონა ეს მე ვარ ბიოლოგი ეს მოიწონა ესენი ყველაფერი და უთხრა რომ ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ეს უკვე მეორე დღეს მოვიდა პასუხი იქედან და დაიწყო უკვე ურთიერთობა უკვე ბატონი ზურაბია ჩართული ამ საქმეში ჩვენ გვაქვს აგერ პიროვნება ბატონ გაი რომ იცოდეთ და ყველას მინდა უთხრა რომ გვაქვს პიროვნება რომელმაც რამდენიმე წლის წინ 20-30 წლის წინ ახლა თვითონ დააკონკრეტებს თუ ის არის ქონდა სერიოზული ესე იგი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და იმდენად ინტერესიანი კაცია რომ თვითონ მოუარ ამას თვითონ გადაწყვიტეს როდესაც ექიმებმა უთხრეს რომ არაფერი არ გამოვა აი რეალურად ეს ყველაფერი შეძლო მან სწორედ ბუნების კანონების სოდნით ეს ყველაფერი შეძლო იმით რომ აი ლაბორატორია მის სახში რომ შეხვალ გეგონება რომ აი აქ მეცნიერი კი არა ნუ რაღაც ხელოსანი და ეს არის პიროვნება რომელმაც აი თვითონ აჩვენა თავისი მაგალითით ეს ყველაფერი და ახლა მინდა ხაზგასმა გავაკეთო რომ ჩვენ დღეს რეალურად მივადექით ძალიან მაგარ რამეს რომ როდესაც ხორბლი ჯიშები რომელიც არ პრაქტიკულად მკვდარი იყო 15-16 მარცვალი მოიძებნა და ეს ბატონი კახა შენგელიასიმით ქალბატონმა მარიამ კიგაძემ შეძლო და დაახლოებით 200-300 ჯიში გვექნება ჩვენ უკვე რომელიც მინიმუმ 1 გექტარზე შეიძლება დაითესოს ამაზე დიდი საქმე შეიძლება ეროვნული სახელმწიფოებრივი ბატონი კახა აპირებს რომ უნივერსიტეტში ხორბლის მუზეუმი იყოს აი ყველაფერი როგორც ამ ღვინოსთან დაკავშირებითაა გაკეთებული ყველაფერი ეს გასავლელია უფრო მეც გეტყვით რომ ჯერ ჩვენი ხორბალი ქართული ხორბალი რეგისტრირებული არ არის საერთაშორისო რეესტრში არ არის შეტანილი რომ თქვენ დაწეროთ ქართული ხორბალი და ამ დროს რამდენი ჯიში ქართული ხორბლის რაღაც წარმოუდგენელი რაოდენობა 100 და 200 კი არა იქეთა და კაცმა არ იცის ეს არაფერი ყველაფერი მოსავლელია ყველაფერი საპატრონოა ამიტომ ჩვენ უნდა გავარკვიოთ რა არის ამ ქვეყანაში მთავარი სკამისთვის ბრძოლა რომ შეინარჩუნო თუ მოიპოვო თუ ვიფიქროთ ქვეყანაზე მომავალზე ფიქრი ეს არის სწორედ უპირველესი პოლიტიკური ამოცანა დღეს და ეს გუნდი რომელიც თავისუფალია პოლიტიკისაგან ფიქრობს ქვეყნის მომავალზე როდესაც მე რაღაც შემოთავაზეს პრეზიდენტს ვეუბნები რომ მე ჯერ მივალ მეცნიერებათა აკადემიაში რატოუდა ვეუბნები რომ ქვეყანაში რა მდგომარეობაც არის მე ამაზე პასუხისმგებლობას ვაგისრებ მეცნიერებს და რატოუდა მითხარი თუ მეცნიერები იმ რჩევებს გაძლევენ თქვენ რასაც აკეთებთ ვის უნდა ასეთი მეცნიერება და თუ მეცნიერები გაძლევენ რჩევებს და თქვენ არ აკეთებთ მაშინ ვის უნდა ასეთი ხელისუფლება რომ მივედი აბა მასე არ არის ყველაფერს შევძლებთ რომ მივედი ბატონი უდიდესი პიროვნება იყო ბატონი ალეკო თავხელიძე ნუ უდიდესი მეცნიერი ძალიან ჩვენ არ დავაფასეთ ის რეალურად ეს ისეთი კაცია რომელიც შეიძლება თაძბინაზე უნდა იყოს დასაფლავებული მე ვამბობ ამას გაბედულად და პირდაპირ სადოვნიჩი მითხრა იმის უნივერსიტეტის რექტორმა რომ დიდი მადლობა სააკაშვილისო და ვიტყვი რატო საერთაშორისო კონფერენციაში შევხვდი რატო ისეთი კაცი გამოაქციაო უნივერსიტეტში როგორც კი გავიდე წავიდა გამოიქცა საქართველოდან მივიღეთ ჩემთან კათედრა გაუხსენიო
და ესე იგი ბედნიერი ვარ რომ საერთაშორისო მასშტაბის ასეთი მეცნიერია ჩვენთან. ესეთი მეცნიერი ყავდა ჩვენ გავაქციეთ გარეთ. აქ ესე იგი გამყრელიძე ერთი დღის განმავლობაში ელოდებოდა პრეზიდენტს არ შეხვედრია და მივალ რაღაცას დაველაპარაკებდა თელი დღე ელოდებოდა პრეზიდენტს და მე ბოლოს 6 საათი რომ მივიდა იკითხა რომ უთხარითო დივანს უთხრა უთხარითო რომ ერთი მე ვაკავარო და რა მე მოვიწვიეთ რა უნდა დამელოდოს თორე და წავიდესო ესეთი დამოკიდებულება ხელისუფლებაში რო არის მეცნიერებისადმი ეს ძველია ახალია რა მნიშვნელობა აქვს ბევრი არაფერი შეცვლილა როდესაც მეცნიერი მიყავთ პოლიტიკაში პარტიაში ის ხდება პარტიული მეცნიერი ის აღარ არის უკვე ეს აი რომ მითხრას დღეს ბატონმა თენგიზმა რომელიმე პარტიის წევრი ხა პარტიას ვიცი ხო დამეტაკება მაგრამ რომელიმე ისე გახდება იმ პარტიის იდეოლოგიის ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი მეცნიერება როგორც დამოუკიდებელი ორგანო არავით არის ზედმეტი ისინი არ შეიძლება აზერბაიჯანი 10-ჯერ მეტ ფულს ხარჯავდეს მეცნიერებაში ვიდრე საქართველო არ შეიძლება სომხეთი რამდენჯერმე მეტ ფულს ხარჯავდეს მეცნიერებაში ვიდრე საქართველო არ შეიძლება მეცნიერებისადმი ეს დამოუკიდებულება იყოს არ შეიძლება მეცნიერებისადმი ბელორუსიამ იმას მიაღწია ხო ხედავ ეგერ ტრამპი უგზავნის წერილს და უგზავნის ისეთ ხალხს და ეუბნება რომ უკვე მისთვის გახდეს ჩვენ დღეს რეალურად ერთი გამოსავალი რაც გვაქვს ეს არის ჩვენი მეცნიერება პოლიტიკა არის მეცნიერებისადმი დამოკიდებულება ხარ მეცნიერებისადმი სწორად დამოკიდებული ხარ მომავალზე ორიენტირებული ხარ სკამზე ორიენტირებული და იბრძვის სკამის შენარჩუნებისთვის შენ ხარ ამ ქვეყნის მტერი ჩვენ ხელისუფლებაც გვინდა იყოს ამ ქვეყნის მომავალზე ორიენტირებული ვინც იბრძვის ხელისუფლებისთვის ისიც და საერთოდ გვინდა რომ მეცნიერებისადმი დამოკიდებულება უნდა იყოს გამორჩეული აი შეხვედრა დღეს ძალიან ბევრი ვინც უყურა მიხვდება იმას რომ გენიოსები ყავს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ქართველები და ჩვენს მეცნიერებს უსმენენ მსოფლიოში და მე ბატონმა ამირანმა ერთხელ გამაკრიტიკა და უნდა ვთქვა და სწორია იმაში რომ მე რას მელაპარაკებიო მითხრა მე როგორ შემიძლია იმ მეცნიერება აღარ მინდა დავაკონკრეტო რაღაცა მე წიგნი მივიტანეო და ვეუბნებიო რომ ეს არის მათემატიკური გაანგარიშება რისი იყო ბატონმა ამირან მათემატიკური პრობლემა ერთ-ერთი სოფლიოში 7 პრობლემაა გამოცხადებული. 7 პრობლემაა გამოცხადებული და ერთ-ერთი ამოხსნამ კაცმა. ამოხსნა არ ამოხსნა შეიძლება ეს ხაზ კაცი ხო არ ამბობს რომ მე ამოხსენ თუ არა. ხო უნდა განიხილო კაცო და მითხრა რომ რას მელაპარაკებიო ხე თვითონ მეცნიერი მეუბნება მე ვიკამათეთ ვიჩხუბეთ და მაინც მივედით იმ დონეზე რომ არავითარი მე ვამაყობ რომ ესეთი მეცნიერი ყავს ჩვენ არ ვიცნობდით ერთმანეთს და რომ ნახებე რომ ჩამოვიდა ხლა ქუთაისმა ეს თეული კაცი რაღაც ასაულიმით შეიკენდა და დღეს ხელის გულზე ყავთ და ვის ის არის და ვინც არა ხელისუფლების წარმომადგენლები ართმევენ ყველაფერს და ხო მე ხლა კიდევ ერთხელ მე ვიცი ამ იმის ფასი და ვიცი იმ წიგნის ფასი რომელიც მეცნიერება გააკეთეს ეს არის საქართველოს ინტეგრალური რესურსები ეს არის საქართველო ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს ამ ინტეგრალური რესურსების მოქმედებაში მოყვანამ და არა უნდა დაგვაპირისპიროს აი ეს იყო დღეს ჩვენი საუბარი და ჩვენ ამ საუბარს გავაგრძელებთ დიდი მადლობა რომან რუას ეზოდანაც გვექნება ეს გადაცემა ჩვენ აი ბატონი ზურაბის ეზოდანაც გვექნება და თქვენ მოგეცემათ იმედი არის მეცნიერებაში Tam taraftarı, tamam mı?